გამარჯობათ მეგობრებო, დღეს უნიკალური მოვლენაა ჩემი არხის ისტორიაში. ჩვენ დღეს საუბარი უბრალოდ კონტაქტს ვამყარებთ დედამიწის სრულიად განსხვავებულ სფეროსთან, ეს არის სამხრეთ ნახევარსფერო, კერძოდ კონტინენტი ავსტრალია, ქალაქი მელბურნი. ბატონი ლევან ტიელიძე. ლევანს მე რომ გადავხედე ახლა ბოლო მონაცემებს იმდენი რამ აქვს გაკეთებული ცხოვრების მანძილზე რომ მე ჩავაკრობ ჩემს გამოსახულებას და შავ ფონზე დავტოვებ იმ ყველაფერს, იმიტომ რომ მე იმის საკითხვა რომ დავიწყო ახლა და შენი წარდგენა აი ამ მხრივ მე ნახევარი დრო არ მეყოფა ამ ვიდეოსთვის რაც არის განკუთვნილი. როგორ მიაღწე იმ ყველაფერს, რასაც ახლა ჩემი მაყურებელი ეკრანზე ხედავს და ძალიან მოკლე პერიოდში ეს ყველაფერი. გისმენ, ლევან ტიელიძე, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პირველ რიგში დიდი მადლობა რა თქმა უნდა მოწვევისთვის და რომ საშუალება მომეცი რომ შენ მსმენელს და მაყურებელს გავეცნო და ეს თემა გავაცნოთ. თემაში გულისხმობ ჩემ სპეციალობას და მიმართულებას, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გლაციოლოგია, იყოს მყინვარების შემსწავლელი მიმართულება, რომელშიც ამ დარგში ამჟამად ვარ ჩართული ძირითადად. ესე იგი 2003 წლიდან იწყება ეს ჩემი ისტორია, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია გეოლოგიის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის ვიყავი, ეს არის ესე იგი 22 წლის რამდენი წელი გამოდის უბრალოდ 2003 წელს 22 წლის წინ კი 22 წლის წინ და ისე მოხდა რომ მაშინ საკურსო თემებს იძლეოდნენ უნივერსიტეტში თუ გახსოვთ ახლა ცოტა სხვანაირი სისტემაა და მეც მაგ დაცული საკურსო ასე საკურსო თემაში შემხვდა მყინვარები. უნდა ვახსენო სახელი და გვარები აუცილებლად. ახალგაზრდა ლექტორი მაშინ გიორგი დვალაშვილი, რომელიც დღესაც აქტიურად მონაწილეობს ჩემი არხი ძალიან ხშირი სტუმარი სხვათა შორის. გეოგრაფიული მიმართულების პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის. დამაკავშირა გიორგი დვალაშვილმა ჩემ ხელმძღვანელთან, რომელიც საქართველოში იყო ერთ-ერთი აღიარებული მეცნიერი ამ მიმართულებით, გლაციოლოგი რამინ გობეჯიშვილი, პროფესორი, რომელიც სამწუხაროდ 12 წელი რაც გარდაიცვალა. და აი აქედან დაიწყო ჩემი ამ მიმართულებაში, ესე იგი ჩართვა და აქტივობა 2003 წლიდან ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი რომ პატარა პროექტი გავაკეთეთ ხევსურეთში სულ ერთი მყინვარია აფუდელაური ერთი დიდი მყინვარი შედარებით თორე პირიქითაში კიდეა პატარა მყინვარები და აი აქედან დაიწყო ერთად ექსპედიციაში წავედით მერე უკვე მაგისტრატურაში მომიწია სწავლა და კიდევ რა მითამაშა დიდი როლი, ესეც უნდა ვთქვა. აი მეორე კურსზე რომ ვიყავი, გეოგრაფიული საზოგადოება არსებობს საქართველოში და იქ იყო ახალგაზრდული სექცია, რომელსაც სწორედ ეს გიორგი დვალაშვილი და კიდე მეორე ჩემი მეგობარი და ახალგაზრდა ლექტორი რომან მაისურაძე ხელმძღვანელობდნენ. და ერთ-ერთი ლექციის დროს მახსოვს რომ მაღლივის კორპუსში ქონდა მაშინ ბიოგეოგრაფიის ლექცია და მოვიდნენ და გვითხრეს რომ აი ესეთი გეოგრაფიის ახალგაზრდული სექცია გვაქვს პატარ-პატარა ექსკურსიებს ვაკეთებთ ყოველ შაბათ-კვირას და აქაც ჩავერთე აქტიურად და ესე დავდიოდი თბილისის მიდამოებში, სხვადასხვა რეგიონებში პატარა გასვლები ქონდა და დაიწყო პირველი კურსის ბოლოს უკვე ცოტა დიდ ექსკურსიაზე გასვლაზე ვფიქრობდი თუშეთში და ფშავიდან გადავედით ფეხით, ეს იყო ივლისის მეორე ნახევარში 2004 წელი თუ სწორად მახსოვს 4 ან 5 აღარ მახსოვს ზუსტად და აი პირველად სწორედ ესე იგი თუშეთში რო ჩავედით პირიქით ხეობაში სოფლები სულ ფეხით გავიარეთ რა მაშინ და ომალოში დავბანაკდით, მერე ომალოდან წავედით შენაქოში და შენაქოში გავიგე პირველად გარსევან კურდღელაიძის სახელი. გარსევან კურდღელაიძე იყო ესე იგი პავლე მაისურაძესთან ერთად პირველი ქართველები, რომლებმაც 1957 წელს ანტარქტიდაში დადგეს ფეხი. პავლე რუსეთში მოღვაწეობდა, გარსევანი საქართველოში.
და აი გავიგე პირველად გარსევან კურთხელაიძე რომ ესე იგი ესო ვიღაცამ თქვა გარსევანძიას სახლიაო და ნუ ანტარქტიდაზე იყო რა მაგით იყო ცნობილი და ესე ხო და მაშინ ვიყავი 17 წლის და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს არის 2004 წელი ხო თუ სწორად მახსოვს და არ იყო ის პირობები ჩვენთვის სტუდენტებისთვის ეხლა რა პირობებია საქართველოში სამეცნიერო კვლევების მხრივ ყველამ ვიცით როგორი ძნელია ვთქვათ დაფინანსების სიმწირის გამო და მაშინ მით უმეტეს ესე იგი მეორე კურსს ვიწყებდი და რა მეცნიერებაზე უნდა მეფიქრა და ანტარქტიდა როგორი მიუწვდომელი იყო ესე იგი იმ პერსპექტივიდან რომ შევხედოთ ხო და ესე გულში ფიქრობდი ხო ანტარქტიკაში ქართველი ნამყოფი აქედან როგორ რანაირად ესე და ეს რაღაცნაირად გონებაში ჩამრჩა სულ მქონდა სულ რომ აი ესე საქართველოში ოცნებისაც შეიძლება შეგეშინდეს და ვერ ბედაო რა მაგაზე ოცნებას ახლა 17 წლის ბიჭი გეოგრაფიულზე სწავლობ 2004 წელია საქართველოში და ანტარქტიდაზე წახვალ ერთ რომელიღაც დღეს ესეთი რაღაცა ხო და ამის შემდეგ ნუ ეს ექსპედიციები მოყვებოდა ვაქტიურობდით რაც შეგვეძლო შემდეგ მაგისტრატურაში ვისწავლე ძალიან კარგი ურთიერთობა ჩავმიყალიბდა ჩემ ხელმძღვანელთან უნდა ითქვას აუცილებლად იყო ძალიან კარგი ადამიანი ეს რამინ გოგიჯიშვილი კარგი მეცნიერი და პიროვნულად კარგი ადამიანი და ბევრი რაღაცა განსაზღვრა ეს უნდა თქვა ამ ჩემ მიმართულებაში შემდეგ უკვე ქონდა სამეცნიერო ფონდებიდან გრანტები პატარ-პატარა გრანტები საერთაშორისო გრანტიც ქონდა ერთი ვიყავი ჩართული როგორც ასისტენტი ისე და სულ მაინტერესებდა ეს სფერო მიუხედავად იმისა რომ დაფინანსება იყო ძალიან მწირი ფაქტიურად ენთუზიაზმზე მუშაობდით მეც და კიდევ ჩემი ახალგაზრდა სტუდენტები ჩემი მეგობრები კურსელები ჯგუფელები ზოგი ცოტა დიდი ზოგი ცოტა პატარა და მერე უკვე ესე იგი ეს იყო 2009 წელს დავამთავრე მაგისტრატურა მაგრამ სანამ აი ჯერ კიდე ბაკალავრიატში სწავლის დროს დავიწყე მუშაობა გეოგრაფიის ინსტიტუტში წამეყვანა ბატონმა რამინმა მესამე კურსი რო დავიწყე მაშინ ლაბორანტად მე მიიღეს და ძალიან ისეთი პირობები იყო რა ეხლა რო ვთქვა აი როგორი სასაცილო მაგრამ უნდა ვთქვა მაინც იმიტომ რომ ეს ბევრი ახალგაზრდა სტუდენტისთვის და მეცნიერისთვის შეიძლება мотиваცია იყო. ესე იგი, მესამე კურსზე, როცა ლაბორანტად მივედი ინსტიტუტში, ხელფასი მქონდა 13 ლარი და 30 თეთრი ნახევარშტატზე. და ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ უნივერსიტეტელი მეგობრები, რომ ესე იგი ხელფასის სასაღებად რო წახვალ, გითხარი რომ გამოყვებით ვინმე არ დაგხვდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ენთუზიაზმზე და ამ საქმისადმი სიყვარულით, ესე იგი რაღაცა მქონდა გონებაში ჩადებული, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა. შემდეგ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ დოქტორანტურაში არ ჩამბარებია ჯერ მუშაობდი როგორც მეცნიერი მკვლევარი გეოგრაფიის ინსტიტუტში წლები და 2012 წელს უკვე ჩავაბარე დოქტორანტურაში რადგან მინდოდა დოქტორის ხარისხი რადგან უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ მეცნიერებაში ვიქნებოდი და 2012 წელს დავიწყე დავასრულე 2016 წელს მოხდა ისე რომ ჩემი ხელმძღვანელი მაგ პერიოდში გარდაიცვალა მაგრამ მე მაინც დავასრულე დისერტაცია 2016 წელს მაგრამ შემდეგ უკვე შეიქმნა ესე იგი მეორე არ ვიტყოდი პრობლემა მაგრამ აი განვითარებაზე რომ ვფიქრობდი საქართველოში იმდენად პატარა იყო ეს როგორ თქვა, აი მოღვაწეობის ასპარეზი, პატარა შესაძლებლობები უკვე დავიწყე საერთაშორისო კონტაქტებზე, ფიქრი სხვადასხვა მეცნიერებთან სურვილი მქონდა, რომ უფრო საერთაშორისო ასპარეზზე გავსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოქტორის ხარისხი გაქვს, საქართველოში ბევრს მაინც არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ პატარა შესაძლებლობების ქვეყანა ვარ და თემა იმდენად დიდია, ნუ კვლევის სფერო იყო კავკასიონის მყინვარები, მაგრამ როცა ხედავდი რომ ეს საერთაშორისო კვლევები ანტარქტიდაზე, გრენლანდიაზე, სხვადასხვა რეგიონებში მთიანი მყინვარების კვლევა სულ მაინტერესებდა და უკვე ესე იგი 2018 წელს 2 წლის დამთავრებული მქონდა დისერტაცია ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევითმა ცენტრმა გამოაცხადა ვაკანსია დოქტორანტურის გაკეთებაზე და
ეხლა ვერც მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაინც გათვითცნობიერებული ვიყავ ბევრ რაღაცაში, ახალ ზელანდიაში ეს მიმართულება ძალიან მაღალ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა და ეს ანტარქტიკის კვლევითი ცენტრი ერთ-ერთი რეიტინგული ორგანიზაციაა რა ამ მხრივ. და მაინც ალბათ შევიტანე საბუთები მოკლედ, მაგრამ მე მახსოვს ჩემ მეუღლეს ვეუბნებოდი რომ აი რომ გავიმარჯო კონკურსში რა უნდა ვქნა თქო რა ანუ იმის იქით ვეღარც ვიხედებოდი ესე იგი იმდენად მოლოდინი შენ უკვე დაცული გქონდა ერთი საბუთო კი დაცული მქონდა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ არ იყო ეს საკმარისი იმისთვის რომ არასდროს არ მქონია ეს თვითკმაყოფილების განცდა რომ აი დოქტორანტურა დაამთავრე თუ დისერტაცია დაიცავე და ამით უნდა გაჩერდე და იკმარო იმიტომ რომ თემა დიდია მუდმივად განვითარების რაღაც აი სურვილი მქონდა ამის რა და მოხდა ისე რომ ხო ამ ახალ ზელანდიაში საბუთები შევიტანე ისე რომ არავის არ ვიცნობ აქ რა თქმა უნდა ახალ ზელანდიაში არავის არ ვიცნობდი სრულიად არც არავის რეკომენდატორი არ მყოლია უბრალოდ საბუთები შევიტანე და ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში აცხადებდნენ მიღებას, ხო, ესეც მახსოვს და ამ დირექტორმა რო ნახა ჩემი CV მომწერა მეორე დღეს, რომ ესე იგი თქვენ საბუთებს მივიღებთ, მაგრამ ჩვენ გირჩევთ რომ უნივერსიტეტს აქვს კიდე სკოლარშიპი, ანუ დაფინანსება, რადგან უკვე მქონდა 1-2 ისეთი პუბლიკაცია რეიტინგულ ჟურნალში მაგ დროს და რო ნახეს, ალბათ გაუკვირდათ რომ საქართველოსთან ესეთი მაღალ დონის ჟურნალში რადგან პუბლიკაციები, ესე იგი რაღაცის კეთებელია ეს ახალგაზრდა, ალბათ ესე იფიქრეს, როგორც მე ახლა ხვდები და მირჩიეს რომ აი უნივერსიტეტის კონკურსში მიიღე მონაწილეობა. და სულ რაღაც ერთი კვირაც აღარ იყო დარჩენილი კონკურსამდე და მომეხმარნენ, რა თქმა უნდა, ესეც უნდა თქვა აპლიკაციის შევსებაში, იმიტომ რომ მე გამოცდილება არ მქონდა და ეს აპლიკაცია გავაკეთეთ და რამდენიმე კვირაში, სადღაც 5-6 კვირაში მახსოვს, აგვისტოს იყო, რომ ეს მოწვევა მომივიდა, ანუ ზელანდიის უნივერსიტეტზე. ახალი ზელანდიის ვიქტორიას ველინგტონის უნივერსიტეტში არის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრი. და ეს მე ამ კაცს გადაუგზავნე ამ დირექტორს და გაგურებული იყო თვითონაც რომ ესეთი რაღაც მითხრა მახსოვს რომ როგორც გუშინ გავიგე ყველაზე დიდი კონკურსი იყო წელს ამ ბოლო წლებში რაც ყოფილა და თქვენ როგორ მიიღეთ თუ გილოცავთ რა ანუ გვიხარიაო რა თქმა უნდა და ესე იგი ეს მოწვევა მივიღე მე თვითონ გაოცებული და გაგურებული დავრჩი რომ ესე იგი ანუ გადაწყდა რომ რა თქმა უნდა წავიდოდით ახალ ზელანდიაში მე შეექმნა მეორე პრობლემა რომ ვიზები როგორ უნდა გაგვეკეთებინა ესე იგი სამინისტროშიც კი ვერ მითხრეს ნორმალურად იმდენად არავინ არ იცოდა ჯერ კიდევ მაშინ ესე იგი თითქმის ანუ სად კეთდება ზელანდიაში კეთდება როგორ პოლონეთში მიშვებდნენ მახსოვს სამინისტროში რომ დავრეკე და იქიდან ვიფარებით ეს მეუნან მოკლედ ვებგვერდს ჩაუჯექი მე დეტალები გავარკვიე და პასპორტები გავგზავნეთ ლონდონში და ლონდონში ესე იგი რამდენიმე კვირა ქონდა ჩვენი პასპორტები ამ უნივერსიტეტის მოწვევასთან ერთად, რადგან საერთო არსად არ არის, თურქეთშიც არ არის. და გამოგვიგზავნეს ვიზები უკვე და გადაწყდა რომ წამოვიდოდით ახალ ზელანდიაში. წავიდოდით ახალ ზელანდიაში უბრალოდ. ეს იყო 2019 წელი უკვე და ახალ ზელანდიაში წამოვედი ჩემო ოჯახთან ერთად, მეუღლე და 2 წლის იყო ჩემი უფროსი ბიჭი მაშინ და წამოვედით ისე რომ არავის არ ვიცნობ, საერთოდ ჩემ პოტენციურ ხელმძღვანელთან მქონდა მხოლოდ მიმოწერა და ერთხელ Skype-ით ჩავერთეთ, ეგ იყო და ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში გადაიყვანეს ავსტრალიაში. დარჩით ახალ ზელანდიაში აი ყველანაირი ნაცნობი რო წარმოვიდგინოთ, აი რო იტყვიან რა ცხოვრებას თავიდან იწყებ ადამიანი ნულიდან საერთოდ რა. იმას ფიქრობდი, რამდენიმე თვე მაინც გაჩერებული იყო ეს კაცი რომ რაღაცა კონტაქტის მხრივ და ჩემ მოხდა ისე რომ მე ანუ რადგან თვითონ ავსტრალიაში გადადიოდა ძირითადი ხელმძღვანელი სხვა გახდა ჩემი ამავე ცენტრიდან, ძალიან კარგი ხელმძღვანელი იყო ისიც ახალგაზრდა კაცი. და ესე დაიწყო ჩემი ესე იგი ამ მიმართულებით ფაქტიურად წყალში გადაგაგდეს და შენ თვითონ ისწავლეთ სურვილი. ხო, ფაქტიურად ესეა, რომ ესე იგი აი სულ თავიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი. კარგია. თემა იყო ესე იგი
ანტარქტიკის კვლევითი ცენტრი იყო და საერთოდ დიდი თემა ავიღეთ, ანუ იდეაში ჰქონდა რომ აი კავკასიონი და სამხრეთის ალპები ახალ ზელანდიაში საინტერესო დამთხოვა იყო იგიც რომ ზუსტად ერთი და იგივე განედებში არის წარმოდგენილი კავკასიონი ჩრდილო ნახევარსფეროში ვართ ახალი ზელანდია სამხრეთში და გვაინტერესებდა ეს ჰემისფერული შედარება ძველი გამყინვარების დათარიღება უნდა გაგვიკეთებინა ორივე რეგიონში ესეთი თემა იყო მაგრამ აქაც ესეთი ცუდი დამთხოვა იყო რომ დაიწყო კოვიდი მალევე და ყველაფერი დაიკეტა ახალი ზელანდია ამ დროს იყო კოვიდი არ იყო ახალ ზელანდიაში მაგრამ ქვეყანა იყო ჩაკეტილი და შემოიფარგლე მხოლოდ ახალი ზელანდიის სამხრეთი ალპების კვლევით ექსპედიციები ჩვეულებრივად ჰქონდა ისე ანტარქტიდაზე ყველაზე ნაკლები შანსი იყო კოვიდი დაგმართა კი მაგრამ მაგ დროს ანტარქტიდაში ყველა სეზონი გაუქმდა და ეგეც საინტერესოა რომ მაგაზეც ვიტყვი ესე იგი როცა ვიწყებდი ამ მას სადოქტოროს როგორ მიხარობდა რომ ანტარქტიკის კვლევის ცენტრში მივდივარ ანუ წარმოდგენა არ მქონდა მაგრამ ფიქრობდი რომ რაღაცა გარანტიები არსებობს რომ იქ წავალ რა ანტარქტიკაში მომიწევს წასვლა იმიტომ რომ ძირითადი მასა მაინც ამ მეცნიერების ამ თემაზე მუშაობს ამ კონტინენტზე ამ ცენტრში მაგრამ ამ კოვიდის გამო ახაც სეზონი გაუქმდა მეორე სეზონი იყო რომ ძალიან ლიმიტირებული იყო და სულ რამდენიმე კაცს მოუწია წასვლა და მეორე უკვე მესამე წელს ფაქტიურად 3 წელიწადში დავამთავრე ეს დისერტაცია მესამე წელს ვამთავრებდი უკვე და ვერსადაც ვეღარ წავიდოდი იმიტომ რომ მთლიანად დისერტაციაზე ვიყავი ფოკუსირებული და აი ეს მახსოვს რომ ყოფილი დირექტორი ვინც იყო ამ ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის 85 წლის კაცი იყო მე მგონი პიტერ ბერეტი სახელი და გვარი მახსოვს და იმასთან მქონდა ხოლმე საუბარი ხშირად და იცოდა როგორ მინდოდა ანტარქტიკაში წასვლა და ამ დამთავრების პერიოდი იყო უკვე მესამე წელი და ისე შევხვდი რა ცოტა ხანს ლაპარაკობ და ისე მკითხა რომ რა შრები როგორ ხარ აბა რა გეკმები და რაღაც ან უთხარი ესე რა ესე მან მიხარია რომ ამთავრებ რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა ვინ დამიჯერებს რომ ახალ ზელანდიაში ანტარქტიკულ კვლევითი ცენტრში დისერტაცია გავაკეთე და ანტარქტიკაში არ წავედი და ეს ოცნება რჩება ოცნება თქო რა ესეთი რაღაცა უთხარი და ესე მახსოვს რომ მითხრა ესე თვალებში მიყურებდა keep dreaming ანუ ეს ორი სიტყვა მითხრა მხოლოდ და იმ რაღაცნაირად მე ისე მოხდა რომ მეორე წელს უკვე ავსტრალიაში მივიღე იქ დისერტაცია დავამთავრე 1 წელი მუშაობდი მკვლევარად და უკვე ავსტრალიაში მონაშის უნივერსიტეტი რომელიც უკვე ავსტრალიის ყველაზე დიდი უნივერსიტეტია 90,000 სტუდენტი ყავდა მსოფლიოს 50 საუკეთესო უნივერსიტეტში შედის აქ გამოცხადა კონკურსი რომელ ქალაქშია ეს არის მელბურნში ორი დიდი უნივერსიტეტია მელბურნი ახლა სადაც ხარ შენ კი მელბურნი და მონაში ეს ორი დიდი უნივერსიტეტი ორივე მსოფლიოს 50 საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში შედის და წამოვიდით ახალი ზელანდიიდან უკვე აქ როგორც ესე იგი ახალგაზრდა მეცნიერ მკვლევარი ისე დისერტაცია დაასრულებული მქონდა უკვე ახალ ზელანდიაში და ეს პოზიცია უკვე ეს მკვლევარის პოზიცია იყო უკვე ანტარქტიკის მყინვარების კვლევაზე და უკვე გარანტირებული ანუ ორგზის დოქტორი ხარ უკვე ხო კი ბატონო ორგზის დოქტორი კი და უკვე ესე იგი პარალელურად ამ თის მყინვარებს ვიკვლევ რა თქმა უნდა კავკასიონზე სამხრეთის ალპებში და იწყება ანტარქტიკული კვლევები უკვე აი იკვლევ როგორ შენ ჩამოდიოდი საქართველოში საქართველოში არა მაგრამ დისტანციურად რამდენიმე ინვენტარიზაცია გავაკეთეთ ფიზიკურად ჩამოსვლას ვეღარ ვახერხებდი როგორც თქვი კოვიდის გამო ჯერ ერთი მე მესამე წელს უკვე დისერტაციის ინტენსიური მუშაობა უნდა და ფიზიკურად დროც აღარ იყო და მე ახლოც არ არის ხა მანდ ახლოც არ არის ეგეც ერთი მაგრამ დისტანციურად უკვე შესაძლებელია გარკვეული კვლევების ჩატარება რა თქმა უნდა 2 წელია უკვე რაც ზედიზედ მომიწია საქართველოში ჩამოსვლა და აქაც საინტერესო კვლევები ჩავატარეთ მაგასაც ვიტყვი და ავსტრალიაში გადმოსვლის შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე დიდი ექსპედიცია იყო დაგეგმილი ანტარქტიკაში აღმოსავლეთ ანტარქტიკაში ეს არის დენმენის მყინვარი რომელიც
ესე იგი მარტივად რომ ახსნა, ეს მონაშის უნივერსიტეტს დიდი ისტორია არ აქვს ანტარქტიკული კვლევების, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მიიღეს ძალიან დიდი გრანტი, რომელიც აქ რამდენიმე ისეთმა წამყვანმა მეცნიერებმა მოიყარა თავი, რომ უკვე დიდი ამბიცია გაჩნდა იმის, რომ ეს ანტარქტიკული კვლევების ერთ-ერთი ლიდერი უნდა გამხდარიყო მონაშის უნივერსიტეტი და ასეც მოხდა. ტასმანიის უნივერსიტეტს ჰქონდა უფრო კვლევითი ისტორია ამ ანტარქტიკის, რადგან ჰობარტშია და ძირითადი გასვლები ანტარქტიდაში ჰობარტიდან ხდება ავსტრალიური ექსპედიციების და ამის შემდეგ უკვე დაიწყეს ეს კვლევები და აი 2-3 წლის დაწყებული იყო ეს ჯგუფი ახალი შექმნილი იყო, როცა მე შემოვერთდი უკვე ამ ჯგუფს და ჩვენი ექსპედიცია ჩვენ ჩამოვედით აგვისტოში და მე ნოემბერში უკვე ექსპედიციის სექტემბერშიც უკვე სამზადისი იყო და წინა ტრენინგები და მომზადება ფსიქოლოგიური და ნოემბრიდან უკვე ანტარქტიდაში წავიდა ჩვენი ექსპედიცია. ანუ თქვენი გაზაფხულის ბოლოა, ხო? უკვე ეს. კი, აქ გაზაფხული ზაფხული იწყება დეკემბრიდან, ნოემბრიდან უფრო სწორად. არა, დეკემბრიდან. რა მან ზამთარი საიწყება, ესე იგი დეკემბრიდან აქ იწყება ზაფხული. და ეს იყო უკვე ჩემი პირველი ექსპედიცია. და ესე აღმოჩნდი ანტარქტიკაში თითქმის 3 თვე გავატარეთ, თებერვლის შუა რიცხვებში დავბრუნდით. კვლევები უკაცრავად ლევან, ეს დღის პერიოდია, ანუ როცა დღე არის ანტარქტიდაში. კი, თავიდან ესე იგი დეკემბერ-იანვრის სადღაც შუამდე თითქმის ბოლომდეც პოლარული ღამე, ესე იგი არ ღამდება ფაქტიურად, ღამის 3 საათზე ჩვეულებრივ დღის სინათლეა. და უკვე იანვრის ბოლოდან დაიწყო დაღამება, ხო, დაპატარავება და თებერვალში უკვე თითქმის ჩვეულებრივად. ჩვენ გქონდა 5 კაცი ვიყავით მონაშის უნივერსიტეტიდან, საკმაოდ საინტერესო კვლევები ჩავატარეთ. მოკლედ ამაზეც ვიტყვი, ეს დენმენის მყინვარი არის ძალიან დიდი მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე, თავის შემდინარე მყინვარებით, მყინვარული სისტემებით და აქაც კოსმოგენური ნაფენების დათარიღება იყო ძირითადი მიზანი, მაგრამ რამდენიმე ტბის გაბურღვა მოვახდინეთ ასევე, საიდანაც სედიმენტები ამოვიღეთ და დათარიღებაზე მუშაობთ. აქაც ძველი თუ როგორ იყო ძველი კლიმატი და ოკეანის დონის ცვლილება ანტარქტიდის სანაპიროებზე, ეს მოხდება კომბინაციაში, ესე იგი გაკეთდება კლიმატის, ზღვის დონის და გამყინვარების რეკონსტრუქცია ამ რეგიონის. ამას ეძღვნებოდა მთელი ჩვენი კვლევები, მაგრამ ეს იყო 25 მეცნიერი ვიყავით, თუ სწორად მახსოვს, სულ 42 კაცი იყო, დიდი ექსპედიცია იყო. ავსტრალიას აქვს 3 მუდმივი მოქმედი სადგური, ამასაც ვიტყვი. кейსი, დევისი, მოუსონი, кейსი არის ყველაზე დიდი აქედან და кейსიში ჩავფრინდით ჩვენ ჰობარტიდან წავედით, ჰობარტი არის ტასმანიის დედაქალაქი, სადაც ამ ექსპედიციებს ოპერირებს ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამა. და იქ არის ოფისი, ყავთ ყინულმჭრელი გემი დიდი, მაგრამ ჩვენ თვითმფრინავით გადავფრინდით, იმიტომ რომ გემს დიდი დრო ჭირდება და ძირითადად ესე იგი ოკეანის კვლევებისთვის და მომარაგებისთვის გამოიყენება ეს გემი. ჩვენ თვითმფრინავით გადავფრინდით кейსიში და ესე იგი кейსიდან რამდენიმე დღე დავჭირთ кейსიში და უკვე ეს არის ბანგერ ჰილსი, ესეთი ადგილია, სადაც უკვე კარვებში ცხოვრობდით, თითქმის აი ამ 2 თვე და რაღაც აღარ მახსოვს რამდენი, 70 დღე იყო თუ სწორად მახსოვს. ხო, კარვებში მე 3 თვე გამიტარებია, ოღონდ უდაბნოში და ვერ არა, კარვებში ვიყავით. კი, აი ეს სურათები და ვიდეოებიც მაქვს, ეს კარვების პატარა სოფელი გქონდა გაშლილი და ყველამ კარგად გაუძლო, მომზადებულები ვიყავით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩასაცმელი აღჭურულობა, ყველაფერი შესაბამისი, ორივე მფრენი გვემსახურებოდა, ისეთი ყველგან მავალებიც იყო ბანაკში. ეს არ იყო სეზონური ბანაკია, ეს ეჯერორს დევიდ ეგრე ქვია, რომელიც 86 წელს დაარსდა, თუ სწორად მახსოვს, ავსტრალიელმა მეცნიერმა. სეზონური არ არის, ის არ არის, მუდმივი არ არის. და ჩავატარეთ წარმატებით ეს კვლევა
ბიოლოგები, გეოლოგები, გლაციოლოგები, რაც მახსენდება ახლა, ეს კომპლექსური ექსპედიცია იყო და თებერვლის შუა რიცხვებში დაუბრუნდით. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ისევ კვლევებს ავსტრალიაში, უკვე ეს ნიმუშები ლაბორატორიაში ვამუშავებთ ამას. და შემდეგ მოდის მეორე ექსპედიცია, ესეც უნდა ვთქვა, რომელიც წელს ფაქტიურად შარშან დავიწყე და წელს დავამთავრეთ. ესე იგი 2024-ში წავედი და 25-ში ჩამოვედი ამ მეორე ექსპედიციიდან. ეს არის უფრო შორეული ექსპედიცია. წავედით სამხრეთ აფრიკაში, ისევ აღმოსავლეთ ანტარქტიდაში ვაგეზე ამ შემთხვევაშიც, მაგრამ ეს არის დედოფალ მოდის მიწა. ესეთი ადგილია აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, ბევრად უფრო რთულ პირობებში, მაგრამ ცნობილია თავისი სირთულით, ხო? ერთი თვე მომიწია დაახლოებით აქ ყოფნა. სხვაობა იყო ის, რომ ზღვის დონიდან მაღალზეა, დაახლოებით 1700-ზე იყო ჩვენი ბანაკი, თუ სწორად მახსოვს და 1700 ანტარქტიკისთვის საკმაოდ მაღალია. და აქაც დაახლოებით იგივე მიზანი იყო ჩვენი მისია. ეს რეგიონი ნაკლებად შესწავლილია, ბევრად უფრო ნაკლებად ვიდრე სხვა რეგიონები, იმიტომ რომ რატოა საინტერესო ამასაც ვიტყვი, რომ ესე იგი ანტარქტიდას ძირითადად ორ ნაწილად ყოფენ, აღმოსავლეთი და დასავლეთი. დასავლეთ ანტარქტიდის მნიშვნელოვანი ნაწილი შედარებით უფრო თხელი მყინვარული ფარით არის დაფარული და ეს ძირითადი ქანები, რაზეც ეს ყინული დევს, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ტერიტორიის არის ზღვის დონიდან ქვემოთ. ესე იგი ყინულით არის დაფარული, მაგრამ ძირითადი ქანები არის ზღვის დონიდან ქვემოთ. შესაბამისად, ოკეანის წყალი უტევს მნიშვნელოვნად ამ მყინვარულ პერიფერიებს და ოკეანის წყალი შედარებით თბილია და დნობა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. და პროგნოზის მიხედვით გადნობის შემთხვევაში ეს ძირითადი ნაწილი წყალით დაიფარება, როცა იქნება ის პერიოდი მოვიდა, როცა ეს ყინული საფარი გადნება. დასავლეთ ნაწილი წავა წყალში, ხო? კი, და შედარებით უფრო მცირეა წვლილი ამ მყინვარული ფარის, ვთქვათ, აღმოსავლეთი სხვადასხვა კვლევების მიხედვით მასის დაგროვება ხდება, ესეც საინტერესოა. და ეს გარკვეული ანომალია, იმიტომ რომ თანამედროვე კლიმატის ცვლილების და გლობალური დათბობის პირობებში წესით უმეტესი რეგიონები მთიანი, აი ყარაყორუმის გარდა, აშკარად დნობის ტემპი მაღალია და დნება. და ანტარქტიდაშიც ეს ანომალია, რომ აღმოსავლეთი პირიქით მატებას აჩვენებს და მისადგომათაც ცოტა ძნელია, იმიტომ რომ მაღალი სიმაღლეა, სირთულეებია, კლიმატური პირობები უფრო რთულია. ანუ ყინულოვანი საფარის სისქე იზრდება. მასის კი. და სწორედ ეს არის კვლევის ობიექტი ერთ-ერთი, თუ რატომ ხდება და თუ ნამდვილად ხდება ეს. და აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარული მასის მნიშვნელობა ბევრად უფრო დიდია. აი მაგალითად პროგნოზების მიხედვით თუ არის, რომ მთლიანი კონტინენტური ფარის გადნობის შემთხვევაში დაახლოებით სხვადასხვა კვლევების მიხედვით 50-60 მეტრამდეა ოკეანის დონის მატების პროგნოზი. სოფლიო ოკეანის დონის და აი დაახლოებით 70-80% თუ სწორად მახსოვს, სწორედ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ფარზე მოდის. იმდენად მნიშვნელოვანია ეს. და კვლევებიც, რადგან შედარებით ნაკლებია, ნაკლებად ცნობილი რეგიონია უფრო, ამიტომ ჩვენი მიზანი იყო აქაც ამ კვლევების ჩატარება. ესე იგი მიზანი კიდევ ერთხელ კარგად რომ ავხსნა არის ის, რომ თუ გვეცოდინება წარსული კარგად, როგორ რეაგირებდა სხვადასხვა კლიმატზე ეს მყინვარული საფარი ანტარქტიდის, შეიძლება უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცეს, რომ გაკეთდეს პროგნოზი და მოდელირება, როგორ შეიძლება სცენარები განვითარდეს. და არის თქვათ ეს დნობა თუ მატება უპრეცედენტო, თუ იყო ეს გეოლოგიურ წარსულში მსგავსი, ან უფრო ნაკლები, ან უფრო მეტი დნობის ინტენსივობა. უბრალოდ მე მაინტერესებს თქვენ რა პერიოდს იღებთ, ეხლა ეს არის თქვათ რამდენი მილიონი წელი. ჩვენ გვაინტერესებდა ჰოლოცენი, არა, ჰოლოცენზე არ საუბარი, თუმცა ეხლა ჩვენ აი მაგალითად ის ბანგერ-ჰილსი რაც ვახსენე და დენმენის მყინვარი, უკვე ასაკები მივიღეთ, დავამუშავეთ, მომავალ წელს გეგმავთ საინტერესო პუბლიკაციის 2-3 პუბლიკაცია მაინც გაკეთება ამასთან დაკავშირებით
9 მილიონი წლის ასაკებით მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ვიდრე ველოდით, იმაზე უფრო დიდია ქრონოლოგია. და ამას კერნი რო ამოიღეთ, ხო? კერნი არ გაგვიკეთებია, ეს კერნი ამოვიღეთ ტბებიდან. ჩვენ გავაკეთეთ ძირითადი ქანების მოგროვება ხდება. ესე იგი, ნუნატაკები, მარტივად რომ ახსნათ, არის კლდოვანი შვერილები, რომელიც ამ ყინულოვანი საფარიდან არის ამოშვერილი და დათარიღება გვაძლევს იმის საშუალებას, რამდენი ხნის წინ ხდებოდა მყინვარული საფარით ამ ზედაპირების გათავისუფლება. ეს არის ბერილიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომლის საშუალებითაც ვახდენთ ამის დათარიღებას. და არის კიდე რადიოკარბონის მეთოდი, რადიონახშირბადის მეთოდი. ესე იგი, ბერილიუმი გვაძლევს ასაკებს იმის შესახებ, როდის მოხდა ამ კლდოვანი შვერილების გათავისუფლება ყინულით, ანუ დნობის ისტორია როგორი იყო, მაგრამ ამ დნობის პერიოდში და განმავლობაში თუ იყო, თქვათ, მყინვარული საფარის მატება, ამას უკვე რადიონახშირბადის საშუალებით ვიჭერთ და ესეც საინტერესოა, რომ ამის ქრონოლოგია, ხო, აწევა დაწევა, ხო. ხო, ანუ როგორ თხელდება, როგორ სქელდება. და ამას კლიმატურ ელემენტებთან კავშირში ვაკეთებ და კეთდება მოდელირება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უშუალო საველე მონაცემები არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მხოლოდ მოდელირება დიდ ცდომილებას გვაძლევს და ეს საველე მონაცემები საკმაოდ დიდი სიზუსტით გამოირჩევა და ამიტომა ესე იგი დიდი რაოდენობით თანხები იხარჯება ამაში, რომ ეს კვლევები ჩატარდეს, რომ ზუსტი მოდელი და სურათი მივიღოთ. რა იყო, რა არის დღეს და როგორ შეიძლება სცენარები საომარლოდ გამვითარდეს. და ეს ჩემი მეორე ექსპედიციაც ამას ეძღვნება და უფრო შედარებით პატარა ექსპედიცია იყო, ორნი ვიყავით მონაშის უნივერსიტეტიდან გლაციოლოგები, ტასმანიის უნივერსიტეტის ჯგუფი იყო, ბიოლოგები იყვნენ ასევე და ეს კვლევა ჩავატარეთ, რომლის ასევე ნიმუშების დამუშავება მიმდინარეობს და სავარაუდოდ ამას 1 წელი მაინც კიდევ დასჭირდება. ესე იყო, შემდეგ უკვე მომიწია უკან დაბრუნება და ამჟამადაც ჩემი კვლევები უკვე მოიცავს, ანუ ანტარქტიკულ კვლევებში ვარ სრულფასოვნად ჩართული, კავკასიონი რა თქმა უნდა თავისთავად აუცილებლად საკვლევია და იგულისხმება. პარალელურად დავიწყე ჰიმალაების ამჟამად ვაკეთებ ერთი კვლევა გავაკეთეთ ინდოეთის ჰიმალაებში, აქაც დათარიღება და თანამედროვე მყინვარების და კიდევ ბუტანის ჰიმალაებში ამის კვლევაც მზად გვაქვს და უკვე წარდგენას გავაკეთებთ ამ მოახლოეს კვირებში მთლიანი მყინვარების, თანამედროვე მყინვარების შესწავლას ვაკეთებთ. და კიდევ გვაქვს ტიბეტის პლატოზე აქაც საინტერესო მყინვარულ გეომორფოლოგიური კვლევა გავაკეთეთ და შედეგებს ველოდებით აქაც და ესე რო იტყვენ, ესე გაფართოვდა ჩემი კვლევის არეალი კავკასიონიდან და საქართველოსთან დაწყებული უკვე რამდენიმე მთიან რეგიონში და ანტარქტიდაშიც. ზოგადად ანტარქტიკული კვლევები ხან ანტარქტიკას ხმარობ, ხან ანტარქტიდას. განვმარტოთ, ინგლისურში ანტარქტიდა არ იხმარება. ანტარქტიდაში იგულისხმება კონტინენტი, მხოლოდ კონტინენტი, როცა ვამბობ ქართულად ანტარქტიდა და ანტარქტიკა ეს არის სამხრეთის ოკეანეც რეგიონი. ანუ არქტიკის მოპირდაპირე მხარე. ხო და ინგლისურში მხოლოდ მე ხანა საუბარში ორივეს ხმარობ, მაგრამ ძირითადად კონტინენტი იგულისხმება. მსვენელს რო განვმარტოთ ესეც და ხო იმას ვამბობდი, რომ ზოგადად ანტარქტიკული კვლევები არის, ზოგადად გლაციოლოგია არის ძალიან ძვირად ღირებული მიმართულება, იმიტომ რომ ექსპედიციებია თვითონ რთულესი დისტანციური მისადგომაწნელი საქართველოში ჯერ კიდევ ყოველთვის წვალობდით, რომ დაფინანსება მიგვეღო და ანტარქტიკული განსაკუთრებით, იმიტომ რომ იქ თითოეული ადამიანის შენახვა იმდენად ძვირი ჩდება და თან ეს უნდა იყოს სამედიცინო შემოწმება გავლილი, ფსიქოლოგიურად უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი, რაღაცა თვეობით და კვირაობით შემოწმება. ფაქტურად კოსმოსში მიდიხარ, სადაც ზუსტად აი მაგას ამბობდნენ თვითონ ავსტრალიელები, ესე იგი ამ ტრენინგებს რამდენიმე კვირია
პირად ასჭირდა ამ ყველაფერს, რა სამედიცინო შემოწმება გამოწმებენ, ესე იგი თმისღერი დაწყებული ფრჩხილები, კბილები, ყველაფერი, რომ რა მდგომარეობაშია, ეგეთი შემთხვევა შეგვექმნა ჩვენ ბანგერ-ჰილსი ჩვენი ყოფნის პერიოდში. ესე იგი ბანგერ-ჰილსი არის შუაში ქეისის და დევისის სადგურებს შორის, ორივე ავსტრალიური. მაგრამ ქეისი არის დიდი, ყველაზე დიდი სადგური და ვედმფრენები, ანუ უფრო ისეთი ცენტრია რა, მოკლედ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, ექიმები იქაც ყავთ, მაგრამ მოკლედ დევისის სადგურში ერთ-ერთი ექსპედიციის მონაწილე გახდა ავად და ქეისიდან თვითმფრინავით მოიყვანეს ჩვენთან ექიმი, ჩვენგან ამასობაში ვედმფრენები იყო უკვე წასული დევისში ეს პაციენტი მოიყვანა და ერთი ვედმფრენი არ დაფრინავს, ყოველთვის ორი ვედმფრენი ერთმანეთს მიყვება. ესეც აზღვევენ ერთმანეთს. დევისიდან პაციენტი მოიყვანეს ჩვენთან, გადასვეს თვითმფრინავში და წაიყვანეს ქეისის სადგურში და ქეისიდან გემით გამოუშვეს უკან ჰობარტში. ერთი ადამიანი. ესე იგი, ამიტოა რამდენი ათასი დაჯდა უკვე რამდენი ათასი დაჯდა, მაგრამ ნუ იმდენად მაღალ დონეზეა ეს ადამიანის სიცოცხლე დაფასებული, რომ ეს მაგაზე არავინ ხვას არ იღებს და რა თქმა უნდა ეს გასაკეთებელი იყო. მაგრამ ვამბობ იმას, რომ ეს სამედიცინო შემოწმება ხდება, იმიტომ რომ თვითონაც თავს იზღვევენ, აქ საუბარი არ მხოლოდ ჩვენზე, არამედ ზოგადად თვითონ პროგრამის ავტორიტეტიც არის ეს და ფინანსურადაც ვიუჯდებოდ, რა თქმა უნდა. და ესე ჩავატარეთ ეს მეორე ექსპედიციაც. შემდეგ უკვე, ესე იგი, წელს იყო დიდი ექსპედიცია კიდევ დაგეგმილი, აი ბოლო კვლევა რაც გავაკეთე, ეს არის სუბანტარქტიკული ვულკანური კუნძული, რომელიც ავსტრალიის ანტარქტიკული ტერიტორიაა ესეც. ხო, ესეც უნდა მეთქვა, რომ ავსტრალიის ანტარქტიკის ტერიტორია თავისი ისტორია ამასაც განაწილებულია რამდენიმე ქვეყანაზე, რასაც ნუ ზოგი აღიარებს, ზოგი არ აღიარებს რა. აი ახალ ზელანდიური ოფიციალური საზღვრები როგორც ეგეთი არ არის უბრალოდ ხო ეს კონტინენტი, მაგრამ ყველა ეს როცა მოხდა დანაწილება 60-იან წლებში, ეს ქვეყნები მაინც ცდილობენ, რომ თავისი გავლენა იქონიონ. მაგალითად, აი ეს დედოფალ მოდისმიც არის ანტარქტიკის ნორვეგიული ტერიტორია. მაგრამ ავსტრალია ამ დანაწილების მიხედვით 42%-ს ფლობს და ყველაზე ფაქტიურად ნახევარს ავსტრალია აკონტროლებს. აკონტროლებს როგორ? ანუ თავის თავზე იღებს, რომ ეს ავსტრალიური ტერიტორია და ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ესე იგი ოკეანის დონის მატება იქნება თუ არის ასევე საუბარი, რომ ზოგიერთ ქვეყანას სამხედრო ამბიციები აქვს და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ავსტრალიისთვის მნიშვნელოვანი ყველაზე ახლოს აი არის. ყველაზე ახლოს არის ამერიკასთან ერთად. ბუნებრივად თუ არაბუნებრივად ყველაზე დიდი გავლენა მაინც ავსტრალია ახალ ზელანდიაზე ექნება. ვულკანური კუნძულიც ჰერდის და მაკდონალდსის კუნძული ეკუთვნის ავსტრალიას, სადაც მყინვარების ინვენტარიზაცია ჩავატარეთ ჩვენ და ერთი თვის წინ გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესო პუბლიკაცია და დიდი დაინტერესება მყვა აქაურ მედიაში სხვათა შორის. და მოკლედ რო გითხრა, მე თუ არ დაგიზარება და კი ბატონო, ჩვენ ესე იგი პატარა კუნძულია, მაგრამ საინტერესოა იმითი, რომ ბუნებრივი ლაბორატორიაა რა. აქ ესე იგი ადამიანები არ ცხოვრობენ და არის ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით იუნესკოს ის არის ერთ-ერთი დაცული ტერიტორია. და საინტერესოა იმ მხრივ, რომ აი მაგალითად კავკასიონი იქნება ალპები თუ ჰიმალაები, აქ ადამიანური გავლენა დიდია, მაინც თქვა დასახლებები ახლოს არის. ეს სტერილურია გავლენა. კი, მაგ მხრივ აბსოლუტურად სტერილურია და საინტერესო იყო აქაურ მყინვარებზე და ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვება. ეხლა წავიდა ზუსტად ექსპედიცია. ანუ ეს დავიწყე იმიტომ რომ ესე იგი ორი კაცია მონაშიდან მივდიოდით წესით, მაგრამ ესე შევთანხმდით, რომ უარი გვეთქვა, რადგან 5 თვეზეა საუბარი და 5 თვით იქ წასვლა, ნუ ძირითადად ოჯახური მიზეზების გამო გადავიფიქრეთ, ხო. თორემ სამეცნიერო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა 5 თვე. ჩვენთვის როგორც ბიოლოგისტვის კიდევ რაღაც ზუსტად ბიოლოგები წავიდნენ ორნი, მაგრამ ჩვენ აღარ წავიდით და ტასმანიის უნივერსიტეტიდან წავიდა ერთი გლაციოლოგი, ვინც და ამ ჩვენმა კვლევამ რა აჩვენა, რომ ესე იგი ესეთ
დისტანციურად შორ ადგილებშიც კი, სადაც ადამიანის გავლენა, ესე იგი, შუა ოკეანეში რო წარმოვიდგინოთ რა ეს კუნძული. აი, უკაზე ვაჩვენებთ ახლა ზუსტად. კი. და აქაც მყინვარების ეს საინტერესო კომბინაცია ვულკანის და მყინვარების. და მყინვარების მნიშვნელოვანი დნობა დავაფიქსირე და ტემპერატურის 50-იანი წლებიდან 1950-იანი 2020 წლამდე 70 წლიანი პერიოდი ქონდა და ტემპერატურის მატება 0.7 გრადუსით, რაც საკმაოდ მაღალია ესეთი პატარა პერიოდში. გულისხმობ ისტორიულად მოკლე პერიოდში. გეოლოგიურად წამის მემილიონედია ხო. დადასტურდა რომ ნამდვილად ესე იგი ისეთ რეგიონებშიც კი სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ, გავლენა მაინც დიდია, იმიტომ რომ გლობალური სახეა გამანადგურდა სითბური აირების გამოვრქვევას. ეხლა კავკასიონის მყინვარებზეც ალბათ გაინტერესებს თუ სანამ კავკასიონზე წავალთ მე რაღაცამ დამაინტერესა შენ რო თქვი რომ აი მოდის მიწაზეც და იქაც ბიოლოგები იყვნენ მე ხარ როგორც ბიოლოგს ისე დამატეხა ალბათ უფრო მიკრობიოლოგები ხო იქ ალბათ ეხა ისეთი ჩვეულებრივი სიცოცხლე რთული სიცოცხლე იქ არ იქნება და აი თქვათ იგივე პალეობაქტერიების პოვნა თქვათ აი მყინვარებში ალბათ სადღაცა იქნება რა კი აი ძალიან საინტერესო კითხვაა ესეც ეს ჩვენი ბიოლოგები ჩვენი უნივერსიტეტიდან ეძებდნენ ქართულად როგორ არის სამწუხაროდ არ ვიცი springtails პატარა მწერებია თუ კი ვიცი ხტუნავებს ეძახენ პატარა კუდები აქვს ესეთ ხო ძალიან პატარები ესე იგი მე რომ მიკროსკოპის მის ქვეშ გადიდებული ვიდეოთი ვნახე რაღაც ძალიან დიდის მეგონა მაგრამ სინამდვილეში არიან ძალიან პატარები ძალიან საინტერესო მწერებია რომლებიც ინდიკატორები არიან ძალიან ბევრი რაღაცის შუათეშორის და აღმოჩნდა ესე იგი ეხლა კლეოს ამზადებენ მე რადგან ბიოლოგია არ მინდა რამე არასწორად თქვა მაგრამ რაც ზედაპირულად ვიცი, აი ძველი გამყინვარების დროსაც მაქსიმალური გამყინვარება როცა იყო 20,000 წლით. ჯერ კიდევ მაშინაც აი ეს ნუნატაკები რო ვახსენე, მაშინაც იყო ისეთი ადგილები და არა მხოლოდ ნუნატაკები, აი dry valley-ს ეძახიან ამ მშრალი ხეობას და ეს ბანგერ-ჰილის ზოგიერთი ნაწილიც მყინვარული საფარი არ იყო. მაშინაც კი. და მოახერხეს გადარჩენა ამ პატარა მწერებმა. და აი ამას ეძებდნენ რომ დაადგინონ ესე იგი რა თუ რამდენი ხანია იქ ცხოვრობენ როგორღაც ხდება ასაკების დადგენა ანუ უკაცრავად ყინვარებზე ცხოვრობენ იქა კლდოვან მასებზე ან კლდოვან შვერილებზე თუ ისეთ ადგილებზე რომელიც ყინულით არ არის დაფარული აი საინტერესოა ეგეც და მე თვითონაც რაც ვნახე, აი ხავსები ვნახეთ კიდე, ესეც ესე იგი მე თვითონაც არ ვიცოდი რომ ხავს შეუძლია რომ ესეთ პირობებში გადარჩეს. და ხავსის ნიმუშებიც აქვს აღებული იმის დათარიღი როგორც რადიონახშირბადით გააკეთებენ. ხო ფაქტიურად ყველაზე რთული პირობებია, ხო, კი, მე ისიც მახსოვს რომ აი ესე იგი ცოტა ძველი თაობის მეცნიერები მაშინ აი ეს ტრენინგები რო ახსენე იყვნენ ისეთები ვინც აი წლებია რომ ანტარქტიდაზე დადიან სხვადასხვა პროგრამებში და ამბობდნენ რომ ესე იგი მწვანე ადრეო რა ეხლა ნუ ეს ინტერნეტის და მის პირობებში ყველაფერი გაადვილებულია მაგრამ მწვანე ფერის მატერია რაღაცა პატარა მიქონდაო რომ თვალს ენატრებოდა რომ მწვანე ფერი დაგვენახა იმდენად ის იყო და მე ისიც არ წარმომედგინა ესე იგი ხავსი ხო მწვანე და ბუნებრივად მწვანე ფერს თუ ნახავდი იქ რა რა თქმა უნდა ეს ყველგან არ არის იშვიათი სანახავია მაგრამ ჩვენ დავაფიქსირეთ რომ არის იქ ეს მწვანე ფერის ხავსი. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ხა ჩემს ვიდეოებში როცა მაქვს სიცოცხლეზე და იმაზე საუბარი ხე სიცოცხლე იმდენად კარგი გაგებით აგრესიულია რომ საკმარისია სადმე მოსაჭიდი ნახოს ფეხის მოსაჭიდი აუცილებლად განვითარდება ასე რომ ხო საოცრებაა ხო და აი ეს springtail-ებიც ესე იგი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო რომ ესე იმიტომ რომ ეს გამყინვარების პერიოდს რასაც ვამბობ მაქსიმუმი დაახლოებით 20,000 წლის წინ 30,000 წლამდე პერიოდში იყო რო წარმოვიდგინოთ საქართველოშიც კი აი მყინვარები მასშტაბით რომ ავიღოთ აი სვანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი მთიანი რაჭის როყინულოვანი საფარი და ძალიან დიდი და ანტარქტიდის მასშტაბები ჯერ ახლა რამხელა და მაშინ მაგრამ მაინც ესე იგი სიცოცხლე იყო იქ ჯერ კიდევ
და აღარ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ესე იგი, როდესაც მაგასაც ვიტყვი მაშინ, ესე იგი, ჩვენთან ერთად ავსტრალიას აქვს ამბიცია, რომ ამოიღოს ყველაზე ძველი ბირთვი ამ კერნი, ესე უფრო ცნობილია, მაგრამ ქართულად ბირთვია, მაინც გაბურღვა ხდება ერთ-ერთი რეგიონის, თუ სწორად მახსოვს, ამერიკულმა პროგრამამ 1.8 მილიონი თუ 800,000 წლის კერნი ბირთვი ამოიღო და თარიღება როცა გაკეთა ყინულის გაბურღვა და ამ ავსტრალიურ პროგრამას ტასმანიის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერები არიან აქ, ვისაც ამის ამბიცია აქვთ, რომ ესე იგი მიაგნეს იმ ადგილს, სადაც მილიონი წლის მყინვარული ანუ იმ სიღრმე ხო, ეს იქნება პრეცედენტი და ესეთი ძალიან ისეთი მყინვარული ამ ბირთვით კიდევ უფრო დეტალური რეკონსტრუქცია ხდება, ჟანგბადის ბურთულები არის განამარხებული აქ და იმ გაზების შემადგენლობა უკვე ხო. კი, ძალიან მაღალი რეზოლუციით რა და აი ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ნაწილი ამ სეზონზე ვინც ვიყავით ამ кейსის სადგურზე ტრავერსის იქვე ვინც შიდა კონტინენტში წავიდნენ რამდენიმე წელია რომ ანდომებენ. დაიწყეს წელს უკვე გაბურღვა და მე მგონი მომავალ წელს კიდე 2-3 წელი გაგრძელდება. რომ ყველაზე სქელი ადგილი, ყველაზე სქელი ყინული რა რამდენი აღმოსავლეთთან 4 კილომეტრამდე აღწევს. და კილომეტრ ნახევარზე ფიქრობენ ჩასვლას, როგორც მახსოვს. რომ ეს ყველაზე ძველი ყინული 4 კილომეტრი, ანუ ფაქტიურად ეხლა რამდენი წელი გამოდის ის სუძირში, საინტერესოა. კი, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ესე ადვილიც არ არის, იმიტომ ტექნიკური სირთულეები, სხვადასხვა გაბურღვის მეთოდი არსებობს და ეს ვითარდება და ალბათ ამ კერნის შენახვა უნდა ხო, თვითონ ამ ნიმუშებს. ესეც საინტერესო პროექტია საერთაშორისო AIS memory, ესე ქვია, ესე ქართულად გამოვა ყინულის მეხსიერება, რაღაც, ხო. ესე იგი ფრანგული სადგური არის კონკორდია და აი მთიან რეგიონებშიც კი გაბურღვა რო ხდება ალპებში, პამირში, კავკასიონზეც მოხდა ალბუზე გაბურღვა, სამხრეთ ამერიკაში, ნახევარი ამ მყინვარული ბირთვების მიდის ანტარქტიკაში და ხდება დაკონსერვება იქ ამ კონკორდიაში. იმ ტემპერატურაზე, იმიტომ რომ ბუნებრივი საყინულია იქ და რომ თქვათ მომავალ თაობებისთვის რომ აქ ლაბორატორიებში, თქვათ ევროპაში, ამერიკაშიც კი არის ეს ხელოვნური პირობები, მაგრამ ნახევარი იქ მიდის და აქ ხდება დაკონსერვება. ნუ იქ ახლა მუდმივად შენარჩუნდება ეს და აქ შეიძლება დენი გაგეთიშოს რაღაც მომენტში. და სავარაუდოდ ხო მომავალში ალბათ მოხდება ის, რომ კიდევ უფრო განვითარდება, თქვათ ტექნოლოგიები და უფრო ძველი მყინვარული საფარის გაბურღვაც მოხდება, მაგრამ ჯერჯერობით აქეთ გრენლანდიაში არ გიცდია ჯერ თუ ეს სამომავლო. არა, ჯერ არა ალბათ, მაგრამ სამომავლოდ ეგეც შეიძლება, რა თქმა უნდა, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები კარიერაში და იმის მიხედვით ჯერჯერობით განვითარდება. ანტარქტიკულ კვლევებზე ვარ უფრო ფოკუსირებული ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ამ შანსის ხელიდან გაშვებაც არ მინდა, როგორც თქვი, იმიტომ რომ ანტარქტიკაში ესე ორი სეზონი ზედიზედ რო იტყვი ფუფუნებაა დიდი რომ ესე ორ ექსპედიციაში წელი ხო, მაგრამ შენ ეხლა როგორც მე ვნახე შენი პუბლიკაციები ძალიან ნაყოფიერი ხარ ამ ხრივ, ანუ ისე არ არის რომ შენ დადიხარ უბრალოდ და რაღაცებს დროს ატარებ ანტარქტიდის იმაში ექსპედიციებში. უბრალოდ ძალიან მონოგრაფიები, სტატიები, თან ისეთ ჟურნალებში, რომლებშიც ხალხი ნატურულობს რაღაცის გამოქვეყნებას ერთხელ მაინც შე რამდენიმე სტატია გამოქვეყნებული ასე. დიახ, ამასაც ვიტყვი ბარემ რომ ესე იგი კარგი ფაქტია ზოგადად ისიც რომ ამ პუბლიკაციებში რაც კი ქვეყნდება, ყველგან არის მითითებული საქართველოს და ილიას უნივერსიტეტი. ესეც შინაგანად ყოველთვის რაღაც პატარა ბედნიერების მარცვალი არის იმაში რომ მხოლოდ რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა დავაფასოთ ის რომ თქვა ახალ ზელანდიამ მომცა საშუალება იმის რომ იქ დისერტაცია გამეკეთებინა, ავსტრალიამ საშუალება იმის რომ ესეთ კვლევებში ჩართულიყავი და ანტარქტიკა იქნება თუ სხვა მთიანი რეგიონები, მაგრამ მაინც სამშობლოს თავის გავლენა აქვს და არ გვინდა რომ საქართველოს სახელი დაიკარგოს და ესეც კარგია რომ ამ კვლევებში საქართველოს სახელი ფიგურირებს და ყველგან მითითებულია.
ლევან, მე რამდენადაც ვიცი, შენ ამერიკასთანაც ძალიან მჭიდრო კონტაქტები გქონდა, მენის უნივერსიტეტი, ხო? რამდენადაც დიახ. მაგასაც მოვყვები, ესე იგი, სანამ აი ამ რო ვახსენე საქართველოში დოქტორანტურის რაში სწავლის პერიოდში, სხვადასხვა გზებს ვცდილობდი, რა შეიძლებოდა, თქვათ, გაკეთებულიყო საქართველოში ამ მიმართულების კვლევები, როგორ გაკეთებულიყო, უფროსი თაობის მეცნიერებიც ფაქტიურად აღარ გვყავს. ესე იგი, საქართველოში ეს კვლევები, გლაციოლოგიური კვლევები დაიწყო სამეცნიერო შესწავლა 30-იან წლებში, როდესაც ეს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები რო დაარსდა საქართველოში და უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ ძლიერი კარგი გლაციოლოგიური სკოლა ქონდა. ეს იყო გეოგრაფიის და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ძირითადად. აქაური მეცნიერები მაგავრი ინსტიტუტიდან იკვლევდნენ. და განაწილებული ქონდათ როგორღაც კვლევის ობიექტები თუ რეგიონები, თუ სწორად მახსოვს, რა თქმა უნდა, ყველგან მიესვლებოდათ, მაგრამ ჰიდრომეტ ინსტიტუტი უფრო აი მყინვარწვერის მასივს და გერგეთის მყინვარს დევდურებს მაგ რეგიონებს და გეოგრაფიის ინსტიტუტი აი ცენტრალური კავკასიის რაჭოსვან აფხაზეთშიც. მე-19 საუკუნის 60-იან წლებშიც არის უფრო სწორად რომ თქვა, არ უნდა დავკარგოთ ესეც ამ აბიხი აი ძველი მეცნიერები რა. გერმანელების გერმანელი იყო აი დევდორაკზე არსებობს ეს წყაროები ჯერ კიდევ, ესე იგი მე-19 საუკუნის 60-იან წლებში. და შეიძლება ვთქვათ, რომ სამეცნიეროც არის. კი, შეიძლება ვთქვათ, კი არა სამეცნიერო, მაგრამ აი უახლესი ისტორია უფრო მე-20 საუკუნის 30-იან წლებიდან იწყება, როცა უკვე აი მე გულისხმობ ინტენსიური ექსპედიციები როცა ეწყობა. და 70-იან წლებიდან უკვე მასის ბალანსის კვლევები იწყება. თუ სწორად მახსოვს, საქართველოს აი მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდში პირველი ქვეყანა იყო 1965 წელს, თუ სწორად მახსოვს, თბილისის ბუბას მყინვარზე დაიწყეს მასის ბალანსის მონიტორინგი და 77-დან დაიწყეს რუსებმა ჩრდილოეთ ფერდობზე ჯანყვათის მყინვარი არის. ეს რაჭის ბუბას მყინვარზე. კი, ზუსტად მაგაზე. და ეს მასის ბალანსის კვლევა იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სოფლიოში შეირჩა რამდენიმე ყველა რეგიონში, ბევრ რეგიონში ეს თითო სამოდელო მყინვარი, სადაც იდეა იყო ის, რომ უნდა 10 წლების განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო საველე კვლევა. ეს არის მასის ბალანსი მარტივად რომ ავხსნათ, არის იკვლევს მყინვარის დნობის და დაგროვების თანაფარდობას. ესე იგი, იზომება ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ გაბურღვა ხდება მყინვარის ზედაპირის რაც შეიძლება ბევრგან, ხდება თოვლის სიმკვრივის გაზომა და აგეგმვა და ზედაპირის მოდნობის გაზომა საველე კვლევებით. ეხლა დღეს ისე განვითარდა, რომ უკვე გეოდეზიური მასის ბალანსითაც კეთდება სატელიტური სურათებით და ციფრული სიმაღლებრივი მოდელებით, მაგრამ ეს გლაციოლოგიური მეთოდი მყინვარების მასის ბალანსზე მაინც პოპულარულია და ყველაზე ისეთი სანდოა და ზოგიერთ კონტაქტურია სადაც ამის ვთქვათ ფინანსური შესაძლებლობა შემორჩა ის განვითარებულ ქვეყნებს ავსტრიაშია, კანადაშია, შვეიცარიაში, ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში აღადგინეს კიდევ, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ გაწყდა ეს 90-იან წლებში ვიცით რომ მე ყველაფერი დაინგრა, მეცნიერების აღარავის ეცადა, მაგრამ სხვათა შორის საქართველოში გაწყდა, მაგრამ კავკასიის რეგიონში ჯანყვათმა მაინც გააგრძელა ჯანყვათის ბანაკმა ოპერირება, რუსები აგრძელებდნენ, დღესაც აქვთ ეს ბანაკი, მე იალბუზის მეორე მყინვარზეც დაიწყეს ცოტა მოგვიანებით და ეს კვლევა გრძელდება. დღეს, ესე იგი, იმ ძველი თაობიდან, ვინც ფაქტურად აღარავინ აღარ არის, ერთადერთი ვინც აი ისე აქტიურად და სამეცნიერო კვლევებს ატარებდა, ბატონი გიორგი აბულაძეა დარჩენილი. ვინც აი ეს ფოტოთეოდოლიტით დადიოდა მე რაც მახსოვს და ამ კვლევებს ატარებდა. ფაქტიურად გლაციოლოგები საქართველოში აღარ ყავს. შენ ყავხარ. რაც სამწუხაროა და ანუ სწორედ ამას მივავდი ის თემა რომ ესე იგი ჯერ კიდევ მაშინ მიუხედავად იმისა რომ 10 წლის წინ დაახლოებით ჩემი ხელმძღვანელი უკვე გარდაცვლილი იყო
აქტიური მოქმედი გლაციოლოგები, ესე ვიტყვი, ვინც ესე ველზე დადის კვლევებს ატარებს და რადგან აღარ ყავს, სულ ვეძებდი საზღვარგარეთ, მენის უნივერსიტეტი რო ახსენეთ რაღაც პროექტებს წერდი, ვცდილობდი რომ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, რომ საქართველოში ეს მიმართულება განვითარდეს, ისევ რაღაცა კვლევები აღდგეს, ხო? ტრადიცია გვაქვს მით უმეტეს და ბატონო, აი მას ვამბობდი, რომ ესე იგი ეს ჩემი ხელმძღვანელი რამინ გობეჯიშვილი, რომელიც ასე მონდომებული იყო და სანამ გარდაიცვლებოდა აი ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ეს მცდელობები ქონდა ჭალაათის მყინვარზე, ზოგვიტოს მყინვარზე ესენი გავაკეთეთ, მაგრამ მე ისევ გავჩერდით, იმიტომ რომ ეს ხო გარკვეული პროექტების ფარგლებში იყო ეს და ვეღარ შევცელით ჩვენი პროექტი მთავრდებოდა და ესეც მთავრდებოდა. და მე უკვე დავიწყე ესე იგი ძებნა საზღვარგარეთ, ვიყავ მენის უნივერსიტეტში, ორჯერ მომიწია რამდენიმე თვით და სწორედ აქედან წამოვიდა კავკასიონის მყინვარული ბირთვი რო გაგვეკეთებინა, ეს იდეა იქ დირექტორ შევხვდი უშუალოდ. მე კანადაში მომიწია კიდე ორჯერ ყოფნა რამდენიმე თვით, ასევე ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ასევე შვეიცარიაში მყინვარების მონიტორინგის ცენტრში, მაგრამ აი ყოველთვის ესე იგი უკან დაბრუნების ის მქონდა მაინც როგორ თქვა პრობლემა არა, მაგრამ აი საკუთარ თავს ყოველთვის ვეკითხებოდი რა, ჩადიხარ იქ ნახულობ ამას, რა თქმა უნდა გიხარია რომ რაღაცას სწავლობ, მაგრამ მოგაქვს საქართველოში, მაგრამ ფაქტიურად არ გაქვს იმის საშუალება, რომ უფრო მეტად განვითარდე და სწორედ მაგანაც გადამაწყვეტინა მე მეორე სადოქტორო გაკეთება და რაც მოვყევი ახალი ზელანდიიდან დაწყებული აქამდე. მაგრამ აი ეს პერიოდი, ეს მენში წასვლა, თქვა, აი კანადაში წასვლის პერიოდში კიდე ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში როცა წავედი, პირველი კავკასიონის მყინვარების ინვენტარიზაცია, რომელიც ესე იგი ფაქტიურად 70-იან წლებშია, წეგან ვახსენე, გაკეთა მაშინ ის კვლევები როცა მიმდინარეობდა, იმის მერე არ ჩატარებულა, ისიც კი არ ვიცოდით, რამდენი მქონდა მყინვარული ფართობი, რამდენი იყო. იმის მერე 4 თუ 5 ინვენტარიზაცია გავაკეთეთ, კიდე გავაკეთეთ გეოდეზიური მასის ბალანსის კვლევა. თითოეულ მყინვარზე გაკეთა რამდენიმე პუბლიკაცია, ასევე ეხლა ვამზადებთ ძალიან საინტერესო პუბლიკაციას, ეს წანერის მყინვარზე და მყინვარულ სტიქიებზე. და ეს ნელ-ნელა იმის თქმა მინდა რომ ესე იგი ჩემი აქ ყოფნით შეიძლება უფრო ბევრს ვაკეთებ საქართველოსთვის ვიდრე ვთქვათ მან ყოფილიყავი და ილიას უნივერსიტეტში გვინდა რომ ეს მიმართულება განვითარდეს, ახალგაზრდა სტუდენტები არიან დაინტერესებული და გარკვეული ჯგუფი გვაქვს მეცნიერებიც, არა მხოლოდ სტუდენტები, ვინც ამ მიმართულებით რაღაც აქტივობებს გეგმავთ და ასევე გვაქვს კონკრეტული გეგმა რომ ილიას უნივერსიტეტში ეს მიმართულება განვითარდეს და ზოგადად საინტერესო იქნება რა თქმა უნდა რომ ამ მიმართულება აღდგეს ბოლოს და ბოლოს ძალიან დიდი ხო ტრადიციები გვაქვს, ეხლა მე თვითონ პალეონტოლოგიაში მუშაობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და რავი, სავალალო მდგომარეობა რა თქმა უნდა, ეხლა პალეონტოლოგიაში ისე აღარ არის როგორც იყო. მართლა ამ დროს საოცრებები ხდება ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში მაგხრივ და აი ახალგაზრდები როდესაც კითხულობენ და აი რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, არის დღეს საშუალება ყველაფრის რომ ვინც მიყურებთ, ეხლა იმათ მოგმართავთ რა თქმა უნდა, მე და ლეონ მაკი კარგად ვიცით ეს აბავი, არის უკვე საშუალება იმის რომ თქვათ, ასეთი ფუნდამენტური მეცნიერებებით ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას, მიაღწიოს რაღაცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ნახოს და კარიერაც გაიკეთოს და ქვეყანასაც დაეხმაროს აი ამ სკოლების აღდგენაში, რომელთაც ჩვენ დიდრები ვიყავით. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხო? მე ახლა ახალს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ ესეც ალბათ მსმენელისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, რომ შევახსენოთ, რომ კავკასია ამ მხრივ, აი გეომეცნიერებების თვალსაზრისით, ამაში გულისხმობ პალეონტოლოგიასაც, ბიოლოგიასაც, მიკრობიოლოგიასაც, გეოგრაფია, გეოლოგია, კლიმატოლოგია, ყველაფერი, ჰიდროლოგია არის უნიკალური რეგიონი და ბუნებრივი ლაბორატორია, სადაც შეიძლება ეს კვლევები უწყვეტად მიმდინარეობდეს და ლოკაციაც ისეთი აქვს, არა მხოლოდ ეს ბუნებრივი ლაბორატორია, ყოველთვის საინტერესოა. იგივე აი მყინვარების თვალსაზრისით ვიტყვი ახლა, რომ ყოველთვის იყო ინფორმაცია ალპებიდან, ყოველთვის იყო ცენტრალური აზიის თუ ჰიმალაების ქვეყნებიდან. კავკასია ყოველთვის იყო ამოვარდნილი ამ ჯაჭვიდან. ინფორმაცია არ იყო ფაქტიურად. თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ კვლევებს რო გადავხედოთ, ესე იგი იმ დროის მეცნიერები, რომლებიც თქვათ იმ დროისთვის საკმაოდ მაღალ რეიტინგული და წარმატებული მეცნიერები იყვნენ.
ვერ ახერხებდნენ იმ საბჭოთა თქვათ ჟურნალებს იქით კვლევების გაკეთებას და მე სამხრეთ ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო ლევან ხა მე ჩემი პუბლიკაციებიც კი გადიოდა რა იყო ეხლა თქვათ ყაზახეთში და ციმბირში და იმაში ნაპოვნი ძვლები და იმის მიხედვით რაღაც ხო გადიოდა ცენზურას და კგბ-ში უნდა შეემოწმებიათ და ასე შემდეგ იქედან შემოსული წერილები და აქედან გასულებიც და ჩვენი სტატიებიც რა თქმა უნდა და ეხლა ეს ძალიან დიდ სირთულეებს ქმნიდა მაშინ ხო და განსაკუთრებით ხა გეოგრაფებიც და აი ესეთი რაღაცეები ეს გასამხედროებული იყო ყველაფერი იმიტომ რომ რუკები არ გამოდიოდა შენ კარგად იცი ეს რომ აი თქვა რუკა არ გამოდიოდა სწორი რუკა არ გამოდიოდა რომ მტრისთვის თვალი აგვებნია ამ დროს მტერი ყველაფერს ხედავდა გადასარებით სატელიტები და თანამგზავრებიდან ხო ესეთი პარადოქსალური დეგენერატების ქვეყანა იყო ეხა ამას რო კი და ის რუკებიც რაც არსებობდა ეს მახსოვს იმიტომ მე თვითონაც მჭირდებოდა ეს ტოპოგრაფიული რუკები პირდაპირ ესაა რუსულად რომ სრულიად საერთოდ ხო ეს უკვე საკთა კავშირი რო დაიშალა აი სამხედრო ნაწილებიდან გამოგქონდა ყიდულობდით იმადგან თორე სად იყო 100,000-იანი და 50,000-იანი რუკისთვის შეიძლება დაეჭირე მაშინ რომ სახში აღმოეჩინა ჩვენთვის ხო ასე რომ და აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და აი რასაც ვამბობ 2000-იანი წლებიდან დაწყებული აღმოჩნდა ისე რომ ესე იგი თუნდაც დასავლეთის უნივერსიტეტებიდან თუ მეცნიერებიდან ინტერესი რომ იყო დიდი ინფორმაცია არ არსებობდა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ამ ხრივ და ესეც სასიხარულოა რომ ეს კვლევები ცოტა ამოიწია რა თქმა უნდა ეს დასაწყისია და ესე ცირე ძალებით ესე ბერს ვერ მივაღწევთ, მაგრამ დასაწყისისთვის მაინც მნიშვნელოვანია რომ ეს ნაბიჯები გადაიდგა და მომავალში იმედია რომ ახალგაზრდები ჩაერთვებიან და რაღაცა უფრო გაფართოება მოხდება, იმიტომ რომ 2-3 კაცი საქმეს ვერ გააკეთებს, რა თქმა უნდა. მე სულ მაგას ვამბობ რომ უნიკალურ ადგილას ვცხოვრობთ, საქართველოს არის აი საოცარ ადგილას განლაგებული ხა ჩვენ აი სულ რომ ვიქებთ თავს რომ უამრავი წყალი გვაქვს, სასმელი წყალი, მაშინ როდესაც ნახევარ მსოფლიოს სუფთა წყალი არ აქვს, აი რა მდგომარეობაა ამ ბაკებში დღეს? რა ხდება, იმიტომ დიახ, მაგ თემაზეც ვისაუბროთ, საინტერესო იქნება ალბათ მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. ცოტა შესავალი რომ გავაკეთოთ, ესე იგი, ეს მყინვარები, რაც გვაქვს დღეს საქართველოში შემორჩენილი, არის ძველი გამყინვარების ნაშთები. ვიცით რომ გეოლოგიური წარსულში მოხდა რამდენიმეჯერადი გამყინვარება, დაწყებული აი წერმა რაც ახსენე გამყინვარების მაქსიმუმ 30,000 წელი. დიახ, სხვათა შორის ვიტყვი იმასაც რომ ახლა საინტერესო ქრონოლოგია გვაქვს შხარის მყინვარიდან და ესეც პირველი ქრონოლოგია იქნება, რასაც მომავალ წელს გამოვაქვეყნებთ ალბათ უკვე დასასრულისკენ მიდის თითქმის სულ მცირე 50 ნიმუში გვაქვს შხარის მყინვარის მორენებიდან აღებული და აი ჩვენ 16,000 წელია ყველაზე ძველი თუ სწორად მახსოვს. ესე იგი, ბევრად დიდი იყო ამ პერიოდში მყინვარები, შემდეგ ხდება შემცირება, რა თქმა უნდა, შემდეგ თუ სწორად მახსოვს 1500 წლის წინ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ესე იგი, დაფიქსირებული მყინვარული გამყინვარების მასშტაბი, შემდეგ 900 წელიდან 1100 წელი თუ სწორად მახსოვს 450-500 წელი და სულ ბოლოს იყო გამყინვარების მცირე პერიოდის მაქსიმალური ფაზა, ეს არის 200 წელი. ეს ყველაზე ცნობილი 200 წლის წინ, ხო. ეს უკვე ცნობილია მეტნაკლებად, მაგრამ ის ქრონოლოგია არ იყო, ეს სიზუსტი ცნობილი, რომელსაც ანუ ეს მცირე გამყინვარებები ქმნიდა რაღაც გარკვეულ საფარს იყო რაღაც ხო, შუა საუკუნეებში გამყინვარება იყო, ნუ ჭყალებში ეს არის ინდუსტრიული პერიოდის დაწყებამდე, მე-19 საუკუნის დასაწყისში. დაახლოებით 200 წლის წინ დაიწყო უკვე შემცირება. ამის შემდეგ ფაქტიურად მცირედი წინწამოწევები, ესეთი ტერმინია წინწამოწევა, ანუ ფართობში მატება, სივრცეში მატება ხდებოდა, მაგრამ ძირითადად მაინც ხდება შემცირება და მომატებულია ტემპი. ახლა რაც აი ინვენტარიზაცია და კიდე
წინა თვეებში გამოვაქვეყნეთ საინტერესო კვლევა თოვლის ხაზის და მყინვარული საფარის და კლიმატის ცვლილების რეკონსტრუქცია ბოლო 100 წლის მანძილზე და ეგეთი სურათი მივიღეთ, რომ 49%-ით არის შემცირებული მყინვარების ფართობი 200 წლის განმავლობაში. ტემპერატურის მატება ფიქსირდება დაახლოებით 1.1 გრადუსით და აქედან მხოლოდ ბოლო 60 წელზე 0.6 გრადუსი 60-იან წლებიდან დღემდე მოდის, ან 0.6 გრადუსი და თოვლის ხაზის მატება იყო დაახლოებით 200 მეტრამდე, თუ სწორად მახსოვს. ამ 200 წლის განმავლობაში. ანუ ზემოთ ადის, ძალიან სენსიტიურია მგრძნობიარე ამ კლიმატის ცვლილების მიმართ და ერთ-ერთი მეთოდი ამის საფუძველზე კლიმატის რეკონსტრუქციის ეს თოვლის ხაზი. და 60-იან წლებიდან ესე იგი ტემპერატურის მატებაც და მყინვარების დნობაც მომატებულია, მაგრამ აი ეს ბოლო, ესე იგი 90-იანი 2000-იანი წლებიდან არის გამძაფრებული და განსაკუთრებით 2010-2014 წლებიდან ყველანაირ ესე იგი რეკორდს ხსნის რამდენიმე კვირის წინ პოსტის დავდე, ახლა ციფრები აღარ მახსოვს, ჩემ პირად გვერდზე დავდე ეს წინასწარი მონაცემები, ახლა ვაკეთებ ზუსტად ახალ ინვენტარიზაციას, ძალიან მაღალი რეზოლუციის სურათები სატელიტების საფუძველზე და ესეც მომავალ წელს გამოქვეყნდება და ისეთი მაღალი ციფრებია მყინვარების სიგრძეში უკან შემცირების, რასაც ვთქვათ 50-60 წელი სჭირდებოდა გასულ საუკუნეში, ეს ბოლო 10-15 წელიწადში ხდება ახლა. ამიტომ პროგნოზი იყო ესეთი, რომ აი 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის ზოგიერთი მყინვარი გაქრება. ეს გავაკეთეთ 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, მაგრამ ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა შენ ამბობ, ხო? მაგრამ იმას ვამბობ ახლა, რომ ესე კიდე უფრო იმდენად არის მომატებული, რომ 2100 წლამდეც ალბათ არ დაჭირდება და დიდი ალბათობით, ახლა ისეთ რაღაცას ვამბობ, რომ ბევრს ალბათ არ ესიამონება, არავინ იცის, ხო, რა მოხდება ხვალზე 10-20 წლის მერე, მაგრამ მე ვამბობ დღევანდელი სურათიდან გამომდინარე, ამ სცენარიდან გამომდინარე, რაც ახლა გვაქვს და რაც ბოლო 10 წლეულები გვაქვს ამ მონაცემების საფუძველზე დაყრდნობით 2050 წლისთვისაც კი ძალიან დიდი რაოდენობით მცირე მყინვარები საერთოდ გაქრება კავკასიონზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიონზე. დასავლეთ კავკასიონზე ძალიან დიდი, აი აფხაზეთის მონაკვეთში დიდი ოდნობა და აღმოსავლეთშიც. ამას თავისი მიზეზები აქვს. ახლა დასავლეთში ის რომ ჰიფსომეტრია ძალიან დაბალია. ზღვის დონიდან დაბალია სიმაღლე და უფრო სენსიტიურები არიან კლიმატის ცვლილების მიმართ. აღმოსავლეთი ბევრად უფრო მაღალია დასავლეთზე, მაგრამ აქ თოვლის საფარის მყარი ატმოსფერული ნალექები ძალიან ცოტა რაოდენობით მოდის და კიდევ უფრო შეემჩნევა კლება. და აი თქვათ იგივე ყაზბეგშიც მყინვარწვერის სურათებს რომ შეხედოთ, ესე იგი ერთ და იგივე სეზონზე გადაღებული რამდენიმე ათეული წლის წინ და არა მხოლოდ ერთსვლაც, აი რამდენიმე სურათების სერიაც რომ ნახოთ, დღეს უფრო ბევრად მათ გამოიყურება რა. ხო, გაშიშვლებული იყო და მე წლევანდელი სურათები ვნახე, და ველოდოთ ჩვენ გვინდა არ გვინდა ამ სცენარს, რომ მყინვარული საფარი მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება. არა მხოლოდ კავკასიონზე, ეს უკვე ცნობილი ფაქტია, კიდევ ერთხელ ამ დღევანდელი სცენარებიდან გამომდინარე, ალპებში და არაერთ მთიან რეგიონში. ეხლა ეს მყინვარები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ამ მტკნარი წყლის ჩამონადენზე დიდ გავლენას ახდენს, ხო, აი ენგურის ალუზი ყველაზე დიდია გამყინვარების ფართობით და მასშტაბებით საქართველოში და ეს ჯვრის წყალსაცავს ასაზრდოებს, ხო, ვიცით ყველა ეს დიდი წყალსაცავი სადაც გვაქვს და გარკვეული წვლილი შეაქვს ამაშიც ალბათ რაღაცა პერიოდის მერე უნდა ველოდოთ, რომ ეს მყინვარული ჩამონადენი მოიკლებს. და არა მხოლოდ აქ სვანეთში, სხვა რეგიონებშიც ეს მოსალოდნელია. ეს ახლა თავის რა გავლენა აქვს ესეც რომ ვთქვათ კავკასიონის მყინვარებს. პირველ რიგში აი ყველასთვის გასაგები რომ იყოს ეკონომიური თვალსაზრისით
როდესაც ხო ეკონომიკაში კი მნიშვნელოვან წვლილს თამაშობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის საქართველოში იმისთვის, რომ მყინვარული პეიზაჟები ნახოს, მყინვარს ხელით შეეხოს, მაგალითად სვანეთში, რომელიც ჭალათის მყინვარი, სულ ფეხით სავალ მანძილზე მესტიდან და არა მხოლოდ ჭალათი, ადიშის შხარის მყინვარი, ხალდას მყინვარი არ არის ესეთი სირთულით არ გამოირჩევა, რომ ბევრს აქვს იმის საშუალება. მყინვარწვერიც ხა პრინციპში ესეთი. დიახ, იგივე მყინვარწვერიც კი. ბევრი ტურისტი შემოდის სწორედ ამის გამო, რომ თქვათ რაღაც ფინანსური შემოსავალიც არის, ხო, ადგილობრივისთვის, ქვეყნისთვის. ეს ერთი. ეს მტკნარი წყლის მარაგი ვთქვით უკვე. მაგრამ ეხლა უარყოფითი გავლენა, რა თქმა უნდა, ეს უკვე ადგილობრივ კულტურასთან, ტრადიციებთან გავლენა აქვს ამ ყველაფერს რა, ეს მთის მოსახლეობასთან თავისი სიმკაცრით და ხასიათით და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ნეგატივი რა არის ამისი უარყოფითი მხარე, რომ ეს დნობის შედეგად ჩვენ ხედავთ, რომ ეს მყინვარული სტიქიები გვიტევს. არა მხოლოდ კავკასიაში, ნახეთ ინდოეთში რა ხდება, შვეიცარიაში რამდენიმე თვის წინ რა მოხდა, ესეც ამასაც უნდა შევეგუოთ, რომ ეს ჩვენ გვინდა არ გვინდა, ეს არის ამის საფრთხე, რომ გამძაფრდება ეს სტიქიები, მყინვარული სტიქიები და ამასთანაც რაღაცნაირად ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ. ცოტა ხნის წინ არის ხო დევდორაკმა ორჯერ გვასია მონა, ასე ვთქვათ. და ნახეთ რა მოხდა შოუში, ხო? ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი საქართველოში. ეხლა კონკრეტულ თქვათ მე როგორც მეცნიერი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია ვთქვა ეს, მაგრამ დანარჩენი უკვე შესაბამისი ორგანოების და უწყებების საქმეა, რომ თქვათ რა ღონისძიებებს გაატარებენ, როცა უკვე ხედავთ, რომ ესეთი აი ბოლო კვლევა რაც ვახსენე წანერის მყინვარზე, იქ სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყინვარული ტბა მაშინ კავკასიის რეგიონში, დეტალურად გვაქვს გაწერილი, თქვათ აი როგორ ხდებოდა მყინვარის შემცირება, ტბის წარმოქმნა, ესეთი ტბის მის ბათიმეტრიაც კი გავაკეთეთ გასულ წელს განათლების საერთაშორისო ცენტრისგან ქონდა ეს საშუალება ფინანსური და დახმარება გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, სხვათა შორის ესეც უნდა ითქვას, თვითონ ეს დაინტერესებულები არიან და ეს კვლევა გავაკეთეთ და უახლოეს თვეებში წლის ბოლომდე სავარაუდოდ გამოქვეყნდება. და აი ესეც საინტერესოა, რომ ესე იგი ეს ჩვენ როგორც მეცნიერები ამ მონაცემს ვიძლევით, რა თქმა უნდა, მაგრამ მე როგორ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები და არა მხოლოდ და რეკომენდაციებს თუ რა შეიძლება რეკომენდაციები იქ არის გაწერილი ყველაფერი, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს და ამ ხრივ საყურადღებოა აი ეს ამის თქმა მინდოდა, რომ ეს ახლავს უარყოფითი ამ მყინვარების მაგრამ ეს ბუნებრივი რამ არის, ხო? უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათთან ურთიერთობა და თლად მყინვარის სავალ გზაზე არ უნდა ავაშენოთ. დიახ, ეგ ცალკე თემაა. აი მაგალითად ახლა ამ თემას ყოველთვის ვეხები და უნდა ითქვას, რომ აი ეს დევდორაკის შემთხვევაში, თქვათ, რაც მოხდა, ეს არანაირად არ იყო სწორად გათვლილი, რბილად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დევდორაკს ისტორიულად ახასიათებს ესეთი გამოვარდნები და იქ ჰესის ფაქტიურად ყოველ 50 წელიწადში ერთხელ რაღაცას აწყობს ხოლმე, ხო? როგორც წესი. და ამ ხრივ მეტი სიფრთხილეა საჭირო და სხვანაირად მიდგომა აქ მონიტორინგის სისტემებზე, საუბარი წინასწარ შეტყობინებებზე და შესაბამის ღონისძიებების დასახვა საჭირო აქ. ხო საინტერესოა კიდევ ის, რომ ადგილები, რომლებიც თქვათ, აი ვახსენე ეს მცირე გამყინვარების ფაზა 200 წელი, ხო ისტორიული თვალსაზრისით საქართველოსთვის 200 წელი არაფერია, ძალიან მოკლე დროა. მაგრამ იმდენად ცნობიერებაში იმდენად არის ჩადებული, რომ უსაფრთხოა იქ ცხოვრება, თქვათ ისეთი სოფლები, რომლებიც გენეტიკური მაქსიმალიზება აღარ არსებობს, ხო? დღეს უკვე შეიძლება გარკვეული ადგილები ზოგიერთ სოფლები საფრთხის შემცველი იყოს და ამ ხრივაც რაღაც ღონისძიებებია შესაბამის ჩასატარებელი, რომ თქვათ პოტენციური რისკები არსებობს და ეს საფრთხე რომ თავიდან ავერიდოთ მომავალში. ამ მყინვარებს მე ემატება ისიც, რომ ჩვენ სეისმური რეგიონი ვართ და თუ სადმე რამე მოყანყალებულია, პატარა მიწისძვრაც საკმარისია, რომ დაძრას ეს ყველაფერი, ასე რომ საინტერესო რეგიონიც ვართ და საფრთხილო რეგიონიც.
დიახ, აი წერან რომ ახსენ, ესე იგი საბჭოთა პერიოდშიც კი, ახლა ჯერ რუსეთი დღეს რამხელაა და საბჭოთა კავშირი რამხელა იყო, ხო? მთელი ამდენი 15 რესპუბლიკა იყო გაერთიანებული და შესაბამისად ცენტრალური აზიის ქვეყნებიც კი, სადაც ბევრად მეტი მყინვარებია, მაგრამ კავკასიონი ყოველთვის ითვლებოდა, ესე იგი, იდეალურ კვლევის ობიექტად, მთის მყინვარების თვალსაზრისით. არა მხოლოდ ალბათ სხვა მიმართულებებით, მაგრამ მე მყინვარების თემას რადგან ვეხებით, ყოველთვის და სწორედ მაგიტომაც შეერჩა კავკასიონიდან ეს სამოდელო მყინვარები, როგორც თქვი, და ყოველთვის ძალიან ბევრი კვლევები ტარდებოდა აქ. იმიტომ რომ ტიპიური, ესე იგი, აი რაც თქვი რა, ბევრს ვერაფერს დავამატებ, ლაბორატორია ამ მხრივ ვულკანებიც კი გვაქვს, ხო? ფაქტიურად მიძინებული ჩამქრალს აღარ ხმარობენ არც მყინვარწვერზე, არც იალბუზზე. 2014 თუ 15 წლიდან დაწყებული, როდესაც მეინის უნივერსიტეტში ეს შევთავაზე ამ ის გაკეთება, მე რუსები აქტიურად მუშაობდნენ ამ თემაზე, გააკეთეს იალბუზის გაბურღვა მყინვარული ბირთვის, როგორც მახსოვს, დაახლოებით 250 წლიანი ისტორია ამოიღეს იქიდან. ჩვენ გქონდა გეგმაში მყინვარწვერის დევდორაგის პლატოს გაბურღვა, რადარითაც გავაკეთეთ. ეხლა შარშანაც გაკეთდა რადარით თანამედროვე გადაღება, რომ გაგვეზომა სისქე 250-200 მეტრამდე არის საუბარი, რაც დარჩენილია ჯერ კიდევ ეს ძველი ყინული და ეს კიდევ ამაზე აქტიურად მისასწრებად გაქვთ საქმე, იმიტომ რომ შეიძლება აღარ უნდა ვახსენო ეგეც, რომ ამ მხრივ, ესე იგი, ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი ლიზი გადრანი მეინის უნივერსიტეტში გააკეთა სადოქტორო ამ მიმართულებით და ეხლა საფრანგეთში იწყებს ამ მიმართულებით კიდე მუშაობა სადოქტოროს შემდეგ და ვფიქრობთ, რომ აი ამ მიმართულების კვლევებს უფრო განვავითარებ და როგორმე ამ გაბურღვას შევძლებთ. დაწყებული იყო უკვე კოვიდმა ამაშიც ხელი შეგვიშალა, გარკვეული სამუშაოები შევასრულეთ, რაღაც ტექნიკის საველე აღჭურვილობის ნაწილი საქართველოს ჩამოვიდა, მაგრამ კოვიდის გამო გადაიდო ეს. და ვეღარ გავაკეთეთ მხოლოდ ზედაპირული გაბურღვა. და ამან აგვრია. დაფიქსირებულია რუსების მიერ, რომ ეს სითბური გამოვლინებები დაფიქსირდა იალბუზზე, სადაც ეს ვულკანური მიწისქვეშა სითბოს. აი ეს დევდორაგზეც როცა მოხდა ეს 2014-ში, ფუმაროლები ქვია იმის მენელსაც რო განუმარტოთ, ესე გაზები საიდანაც ამოდის ვულკანური გამოფრქვევა ხდება ნაპრალებიდან, აი ესეც კი შეიმჩნეოდა, როგორც ადგილობრივები ამბობდნენ. კი, მე ფოტოებიც მაგ ნანახე, აი იმ ადგილას ზუსტად, ხო. ერთ-ერთი მოსაზრება არის ის, რომ ამის შესახებაც მაქვს საინტერესო კვლევა გაკეთებული, რომ ესეც შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზი, რატომაც ეს მოხდა. ანუ საფუძველი გამოუდნა და დიახ, ოცობდა. და რა თქმა უნდა სეისმიკა რაც ახსენეთ, ამ ხრივაც საინტერესოა, რომ რა თქმა უნდა ესეც ხელისშემწყობი ფაქტორია. და გარდა მაგისა, ანუ ეს კლიმატის ცვლილება და დათბობა ვიცით, რომ გავლენას ახდენს და ესეც ახალს აღარაფერს არ ვამბობ, უკვე ცნობილი ფაქტია, რომ მუდმივი მზრალობის სეზონურობას აღარ ექვემდებარება ეს ჩვენი კავკასიონის ფერდობები და მთიანი რეგიონების ფერდობები და მაღალი ტემპერატურის გამო დნობას იწყებს და შემდეგ უკვე გრავიტაციის პრინციპით ხდება ჩამოქცევა. გარდა მაგისა, აქ არის საუბარი, თუ ეს კომბინაციაში მოხდა მყინვარულ ნაშალ მასალასთან, მყინვარქვეშა არის ტბები, ესე შეიძლება დავარქოთ პატარა რეზერვუარები, თუ ესეც გავლენას ახდენს და გამოთავისუფლება შეიძლება ხდება და მერე აქ უკვე ხეობაში ნაშალი მასალას თუ ერთვება, ეს ყველაფერი ერთად გლაციალურ ღვარცობს წარმოქმნის და აი რაც შორში ქონა გამოვლინება ეს არის რა. და ამ ხრივ საფრთხილოა ძალიან. და ამ ხრივაც მნიშვნელოვანია მყინვარების კვლევა, რომ მუდმივად ხდებოდეს, მუდმივად ეს მონიტორინგი და კვლევები და ინფორმაცია გქონდეს, ეს ისეთი მიმართულება და თემა. ლევან, საინტერესოა, შენ გაზების შესწავლა ახსენე ანტარქტიდაზე და
ანტარქტიდის ყინულებზე და ყინულებში უბრალოდ აი საქართველოს ყინვარებში თუ არის აი თქვა იგივე 200 წლის წინანდელი ჰაერის შემადგენლობა იქნებოდა საინტერესო ცეო საინტერესოა აი ჩვენ როცა მარტოერის და დევდორაკის პლატოს გაბრუღვას ფიქრობთ ან ჩვენი მიზანი იყო ის რომ ეს იყო კომპლექსური პროექტი ესე ვიტყვი სადაც ჩართული იყო მეინის უნივერსიტეტიც ნოთინგემის უნივერსიტეტი ბრიტანეთიდან ილიას უნივერსიტეტი და მაშინ ახალ ზელანდიაში ვიყავი ვიქტორიას უნივერსიტეტიც კომპლექსური და ჩვენ იმედი გქონდა რომ 2000 წელზე ვფიქრობდით რომ 2000 წლიანი ისტორია შეიძლება ამოსულიყო აქედან კლიმატური მაღალი რეზოლუციის მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ვერ შევძელით ფიზიკურად ამ კოვიდის გამო გაგვირთულდა საქმე და ნუ ნახოთ როგორ ესე არ მგონია გადადება კარგი იყოს არა გადადება არა მაგრამ გარკვეულ სირთულებთან არის დაკავშირებული თუმცა არავინ იცის შეიძლება უფრო მეტი უფრო ძველიც იყოს შეიძლება უფრო ახალგაზრდა იყოს და ჩვენ ვაჭარბებდით სანამ ეს არ ამოვა ერთადერთი რაც არსებობს მონაცემი ეს არის რადარით გადაღება გაკეთდა და ვიცით რომ ამ დეპრესიაში ესე იგი ეს პლატო სადაც არის პლატო ან მოსწორებული ადგილი საიდანაც ეს რამდენიმე მყინვარი ჩაედინება იქით რუსეთის მხარეს მაილი აქეთ გერგეთი და დევდორაკი მეორე მხარეს ეს დიდი პლატოა საიდანაც ამ მყინვარის რამდენიმე განშტოება მიდის და ესეთი ადგილის გაბრუღვა არის მნიშვნელოვანი იმით რომ მყინვარული ყინულის მოძრაობა ესეთ ადგილზე არის ძალიან დაბალი ესე იგი აქ მხოლოდ ხდება აკუმულაცია ამ ასეული წლების განმავლობაში გრავიტაცია არ არის რომელიც მყინვარული ენის გაბრუღვა ამ შემთხვევაში არაფერს მოგწევს იმიტომ რომ მუდმივად მოძრაობაში ჩვენ გვინდა უძრავი ყინული რომელიც ჩაცემენტებულია ასე ვთქვათ დაკონსერვებულია დაკონსერვებულია ამ ასეული წლების განმავლობაში და იმედი გვაქვს რომ მომავალში როგორმე ამას მოვახერხებთ ხო იმიტომ რომ ერთ-ერთი მყინვარმა კოლკას მყინვარმა რაც გამოიწვია რამდენი ხანი გავიდა უკვე 20 წელი გავიდა 2002 წელს და დღემდე ითვლება რომ ერთ-ერთი დიდი მყინვარის სტიქია იყო მსოფლიოს მასშტაბით ეს 130 კაცი დაიღუპა დაახლოებით ხوارც იქაც გლაციოლოგი ესეთი მყინვარულ ღვარცოფული მასა იყო ფაქტიურად ახლაც ფოტოებს რო უყურებ ხოლმე შემზარავის ზომა აქვს წარმოუდგენელი რამ არის მასა რა ჩვენ ესე იგი შოვი რა ტრაგედია და რამხელა იყო ნახეთ ხო რა მასშტაბებზე საუბარი და რო წარმოვიდგინოთ დაახლოებით ესე იგი რო არ გადავაჭარბოთ რა 10 შოვი კი აი უნდა მეთქვა წარმოუდგენელი. ხო ეს არის მყინვარწვერის ერთ-ერთი მაყურებლისთვის ვამბობ, მყინვარწვერის ერთ-ერთი მყინვარია ოღონდ ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთ ფერდობზე. ლევან, შენ თქვი რომ ხო აღმოსავლეთ საქართველოში უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს მყინვარების მხრივ, იმიტომ რომ ნალექი ნაკლებია და აქედან გამომდინარე ეს დაგროვება ამ თოვლის მასის და შემდეგ ყინულად ქცევა წლების განმავლობაში ნაკლებად ხდება. ანუ ჩვენ ფაქტიურად ხა ბორბალოს მთა გვაქვს, რომელიც კვებავს კახეთში არსებულ მდინარეების დიდ ნაწილს, ხო? აი რა შეიძლება ველოდოთ ზოგადად? დავამატებ, ნახეთ როგორ არის აღმოსავლეთ კავკასიონზე გარდა იმისა, რომ ნალექებია, ცოტა ადვილად-შლადი ქანებია, გეოლოგიას თავის როლს თამაშობს და ესეც ხელს უწყობს. აი მარტივად რომ ავხსნათ, ესეც თის მყინვარების გარდაქმნა ხდება ჯერ ნაშალი მასალით იფარება და ამ მყინვარებად გარდაქმნა და შემდეგ ქვიან მყინვარებათაც გარდაიქმნება. გარკვეული დროის განმავლობაში. ეხლა რაც და ამიტომ ხდება შემცირება უფრო. ესეც ხელს უწყობს. ეს მდინარეები მხოლოდ მყინვარებიდან არ იკვებება. აი ეს ბოლო წლებში არ გაკეთებულია ეს კვლევა, მაგრამ ჯვრის წყალსაცავი და ენგურის აუზს რომ ახსენეთ, გასული წლების 90-იან წლებშია თუ სწორად მახსოვს კვლევა გაკეთებული, სადაც 30%-იან წილზეა საუბარი მყინვარული ჩამონადენის ამ ენგურის 30% რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი ციფრია, მაგრამ 70% გრჩება ნალექებზე, ხო? და აქ არის მიწისქვეშა წყლები, აქ არის თოვლის ნადნობი წყლები, რომელიც საკმაოდ ახლა თქვათ ისეთი მდინარეები, აი შედარებისთვის რომ ავიღოთ, არაგვის აუზში
მხოლოდ ერთი მყინვარია აბუდელაურის მყინვარი დღეს ხევსურეთში, რომელიც ჟინვალის წყალსაცავს კვებავს. ანუ არ ვამბობ იმას, რომ საგანგაშო გვაქვს ჯერ საქმე, ხო? ხო, ჯერ არ გვაქვს საგანგაშო საქმე, იმით გაქრება ეს მდინარეების დაშრობას არ გულისხმობს და არავინ მიიღოს ესე, მაგრამ წილი შემცირდება მყინვარული ჩამონადენის, რაც გარკვეულ გავლენას მოახდენს, თქვათ, იგივე მდინარეში არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, ასევე ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ცოცხალ ორგანიზმებზეც გავლენას მოახდენს, მაგრამ დაშრობით არ დაშრება, რა თქმა უნდა. და ამიტომ აი აღმოსავლეთ საქართველოში ესე ბევრი მყინვარები არ გვაქვს, მაგრამ ეს მდინარეები არის, მაგრამ დასავლეთ საქართველოს მდინარეები უფრო წყალუხვია, რა თქმა უნდა. და ეს ნალექების რაოდენობაც ეხლა ისეთი თოვლი როგორც ბახმაროში მოდის მაგალითად და ბეშუმში და იქ ასეთი თოვლები აღმოსავლეთში არასდროს არ არის 2-3 მეტრი. და აი ესეც საინტერესოა, რომ ესე იგი ამ მყინვარების კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ზამთრის ნალექები და ზაფხულის ტემპერატურები. ზამთრის ნალექები იმიტომ რომ აქ იგულისხმება რომ თოვლი მოდის და თოვლი არის მკვებავი მყინვარული საფარის, თუ თოვლი არ მოვიდა მყინვარი ვერ იკვებება ფაქტიურად, იმიტომ რომ თოვლის დააგროვება და აპრესვა და მყინვარულად გარდაქმნა ხდება. ფაქტიურად დღევანდელ დროში ეს აღარ ხდება, ესეც აი ამასაც ვიტყვი კიდე რაც საინტერესო დავაფიქსირეთ ჩვენი კვლევების ფარგლებში, რომ ეს თოვლი მოდის, მაგრამ თოვლის მოსვლას, დნობას, აკუმულაციას და ყინულად გარდაქმნას ჭარბობს დნობა, აი მასის ბალანსი რო ახსენა. ამის კარგი ახსნა არის. ესე იგი დნობა ნეგატიურია, ესე იგი მასის ბალანსი. დნობა ჭარბობს დაგროვებას, აკუმულაციას და მასის ბალანსი გვაქვს უარყოფით. და ბევრ მყინვარებზე, კავკასიონის ბევრ მყინვარებზე, პატარა მყინვარებზე აი თოვლის ხაზი რო ახსენე. თოვლის საფარი საერთოდ გაქრა ზაფხულის მეორე ნახევარში, აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში განსაკუთრებით. რომელიც ფოტოები ვინც ნახა წლევანდელი ალბათ მიხვდებოდა რომ ერთგვარი ჯავშანის როლს ასრულებს, იმიტომ რომ არეკლითი ფუნქცია აქვს, ალბედო არის განსხვავებული და როდესაც ეს თოვლის საფარი ქრება, ესე იგი ყინულის ხარჯზე ხდება დნობა, რაც კიდევ უფრო აჩქარებს დნობის ინტენსივობას მყინვარების. გარდა ამისა, ეს ნაშალი მასალა რო ახსენე, ნაშალი მასალით იფარება არაერთი მყინვარი კავკასიონის. აქაც საინტერესო ფაქტია ის, რომ აი ნაშალი მასალა დიდ გავლენას ახდენს. იმ შემთხვევაში, თუ ნაშალი მასალა არის რამდენიმე სანტიმეტრი, დაახლოებით 2 სანტიმეტრზეა საუბარი, ну 5 სანტიმეტრამდე შეიძლება ვთქვათ, სისქის, ეს აჩქარებს მყინვარების დნობას, მაგრამ სქელი ნაშალი მასალა იწვევს ერთგვარი ჯავშანის როლს. ჯავშანის როლს და ყინულის დნობა შედარებით ნაკლებია. მაგრამ ეხლა წამოვიდა მეორე საინტერესო ტენდენცია ამ კლიმატის ცვლილების შედეგად. აი მაგალითად ხალდეს მყინვარი ავიღოთ სვანეთში, რომლის მყინვარის ენა, ანუ ენას ხმარობთ ესე ქვია ლიტერატურაში. ენის ფორმა არის, ხო, მყინვარის სქელი ნაშალი მასალით არის დაფარული და ხალდეს მყინვარს ბოლო წლების განმავლობაში, აი რაც ჩვენ გავზომეთ და რასაც გაზომვებს ვაკეთებდით საველეთო სატელიტური სურათებით, შედარებით ნაკლები იყო დნობა სხვა მყინვარებთან შედარებით. მაგრამ მოხდა რა, აი საინტერესო რომ უკვე აკუმულაციის ზონის დნობა დაიწყო. ესე იგი აკუმულაციის ზონა არის შედარებით მაღალი სიმაღლეზე მდებარე მყინვარული მასის ნაწილი, რომ საიდანაც იკვებება მყინვარი, მაგრამ ტემპერატურის მატება იმდენად მაღალია, რომ ესე იგი ამ აკუმულაციის ზონის დანაწევრება ხდება და სავარაუდოდ შეიძლება მივიღოთ ისეთი სურათი, რომ აი ამ დანაწევრების შედეგად ეს რამდენიმე ტოტისგან შედგება ხალდეს მყინვარი ზედა აკუმულაციის ზონაში, ეს ჩაწყვეტა მოხდება და 1 თუ 2 ტოტი უკვე ჩაწყვეტილია და შეიძლება მივიღოთ ეს მყინვარის ენა განამარხებული სახით, ესე ქვია განამარხებული ენა მოხდება, ენის განამარხება და ეს აკუმულაციის ზონა განაგრძობს დნობას. აი ესეთი ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და ამ მხრივაც საინტერესოა, რომ ეს მონიტორინგი მიმდინარეობდეს და მუდმივი კვლევები ინფორმაციას ფლობდეთ, ну რა ხდება ამ მხრივ კავკასიონის ზონაში. ხო, მე რო ვთქვი, ეხლა უშბაძე და მყინვარწვერზე, ანუ მოშიშვლებული რო არის
ფაქტიურად ის უკვე მზის სხივების და მზის სითბოს აკუმულაციასაც ახდენს და უკვე მასზე თბილ ქვებზე ცოტა რთული იქნება, ხო? თოვლის და ყინულის მოჭიდება და თვითონ თეთრი როდესაც არის ირეკლავს და ფაქტიურად არ უშვებს სითბურ გამოსხივებას. ერთ-ერთი მიზეზი გარდა იმისა, რომ ის ნობას აჩქარებს, აი რაც თქვით, ის მუდმივი მზრალობა, რომ ექვემდებარება ზონალურობას, იმდენად დნობა, იმდენად მაღალ სიმაღლებზეა ასვლა და ტემპერატურის მატება, რაც ესე იგი სიმაღლებრივ გრადიენტს იმდენად აღარ ექვემდებარება განსაკუთრებით ზაფხულის, აი ეხლა ვთქვი, რომ ზაფხულის ტემპერატურებია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზაფხულის პერიოდში ხდება ყველაზე დიდი დნობა და მაღალი ტემპერატურები მაშინ ფიქსირდება და გარდა ამისა ის ნალექებზეც ახდენს გავლენას, ხომ? ესე იგი ნალექი, რომელიც თუნდაც ზაფხულში თოვლის სახით მოდიოდა, უკვე შეიძლება წვიმის სახით მოდის დღეს. წვიმა უფრო კიდე თავის გავლენას ახდენს, უარყოფით გავლენას ნობის ინტენსივობას და ეს ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ამ დნობის ტენდენციაზე და ნუ სტიქიებთანაც თავისთავად კავშირშია, რა თქმა უნდა. ანტარქტიდიდან მაინც ინტერნეტის საშუალება გქონდა და უზიარებდი პოსტებს მას, რომ ყველასთვის საინტერესოა, რატომაც არა ნახო, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის. Facebook-ი ნახეთ და ძალიან საინტერესო ფოტოებს და ვიდეოებს ნახავთ იქ ნაცელს მაგერებს. დიახ, საინტერესო იქნება, რომ აი რამდენიმე სიტყვით ვთქვათ, ესე იგი ის ძველი მეცნიერები აუცილებლად გავიხსენოთ, დასაფასებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შედარებით უფრო კომფორტულად, კი ვახსენე, რომ კარვებში ცხოვრობდით, მაგრამ მაინც დღევანდელი პირობები ბევრად განსხვავდება, აი გარსევან კურდღელაიძის მოგონებები რო წავიკითხოთ ანტარქტიდის შესახებ, იქ გატარებულ პირობებს, ესე იგი როგორ ცხოვრობდნენ, გვირაბს როგორ აკეთებდნენ თოვლში და ყოველდღე როგორ თოვლავდნენ იქ. საინტერესო ის წერია მოკლედ და რამდენიმე სიტყვით მინდოდა მე თქვა რომ ახსენე რომ ეს გარსევან კურდღელაიძეზე გავიგე. ეს გარსევან კურდღელაიძე ჩემი პირველი ექსპედიციის პერიოდში თუშეთში ყოფნის დროს როგორც წელავდი. გარსევან კურდღელაიძე იყო ნუ ესე ითვლება რომ პირველი ქართველი, მაგრამ საინტერესოა, რა თქმა უნდა იყო პირველი ქართველი პავლე მაისურაძესთან ერთად, არც იმ კაცის სახელი და გვარი არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ამ მოგონებებში თვითონ წერს გარსევანი, ესე იგი, როდესაც ჩავედი ანტარქტიდაზე 57 წელს უკვე იქ დახვდა პავლე და კიდე საინტერესო მას წერს რომ ესე იგი მე სხვადასხვა ბანაკებში აღმოჩნდნენ რა მაშინ საბჭოთა რამდენიმე მაშინ მირნი იყო და ის სადგური დაიხურა მე იმ წელიწადს იმდენად რთულ პირობებში იყო ეს გარსევანი ესე იგი აი ესეც როგორ დასაფასებელია სამხრეთ ვოსტოკისკენ მიმავალ გზაზე იყო ეს დროებითი სადგური და დაიხურა ეს მე იმიტომ რომ ვეღარ შეძლეს ოპერირება. ეს ვოსტოკი აღმოსავლეთის ვოსტოკი ცენტრშია, ცენტრშია. შედარებით უფრო ცენტრში ან პოლუსთან. ანუ პოლუსთან ახლოს. შედარებით უფრო ახლოს, ხო. ეხლა ამცენ სკოტი ამერიკელების სადგური პოლუსთან, მაგრამ ის ვოსტოკიც არა. შორს. და ეს ხო იგონებს ამ შეხვედრასაც თვითონ პავლეს რო შეხვდა თვითონ და როგორი საინტერესოა რა ჯერ კიდე 1957 წელს ესე იგი ორი ქართველი ანტარქტიდაზე და რაც რადიო თუ რაც ითქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი და ხანდახან თვითონ მეწერს მე რომ ესე იგი რაციაში ქართული საუბარი ისმოდა 1957 წელს როცა ესენი ქართულად ხო ელაპარაკებდნენ ერთმანეთს და ისიც უნდა ვთქვა ესე იგი რომ 57 წლის მერე იყო 1969 წელს თემურ გრიგორაშვილი ესეც რუსეთში უკაცრავად თემურ გრიგორაშვილის სახლში ვიყავით ხო თემურ გრიგორაშვილი უკაცრავად მე შემეშალა ეს იყო 69 წელს გეოფიზიკოსი იყო თუ სწორად მახსოვს შემდეგ იყო ესე იგი 1975 წელს ლაშა ფულარიანი ესეც საქართველოში ჰიდრომეტში რამდენი წლის წინ გარდაიცვალა შეხვედრილი ვარ სხვათა შორის და მაშინაც ესე იგი ჯერ კიდე როცა შეხვედრილი ვარ დაახლოებით ალბათ იყო ეს 10 წლის წინ
და მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიფიქრებდი რომ ეთისონც ანტარქტიდაში მომიწევდა წასვლა და მაშინაც დიდი რაღაც ემოციური იყო მასთან შეხვედრა არ უწილად ჩემთვის რომ ანტარქტიდაზე ნაყოფი ერთადერთი ადამიანი ცოცხალი საქართველოში ვინც ბეცნიერად მე სულ იმას ვამბობ ხოლმე ხა ევროპაში და ხა სოფლიოში რომ დამოგზაურობ და ესა რაღაც მე მგონი 4 მილიონზე მეტი ვართ გაცილებით თქო იმიტომ რომ აი არ არსებობს თქვა დღე ქალაქი სოფელი რომ ქართველი არ შეხვდეს და აქტიურად ესე იგი 1975 წლის მერე აი ეს საქართველოსთან აღარავის აღარ მოუწია რა მაგრამ კი რომ არ დავკარგოთ მაინც ესეც უნდა ვთქვათ რომ არის ერთი ქართველი წარმოშობის ეხლა უკვე ასაკოვანი მეცნიერი რომელიც ამერიკაში ესე იგი თუ სწორად მახსოვს არის აზერბაიჯანში დაბადებული რუსეთში ცხოვრობდა ყოველ შემთხვევაში ქართული გვარი აქვს მაგრამ მე როგორც კონტაქტი მქონდა, ვერც ქართულად საუბრობ, საქართველოს არ უცხოვრია, როგორც თვითონ მითხრა. და შემდეგ საბჭოთა კავშირში, ესე იგი რუსეთში ცხოვრობდა, მე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადავიდა ამერიკაში და ვლადიმერ პაპიტაშვილი თუ რაღაცნაირად ამხრივებს ქართული მეცნიერების ჩართულობა. ხო, რა ხომ თავსოფლიოს აქვს ინტერესი ანტარქტიდისადმი და იქ მიწები დაინაწილა ხალხმა და ერთი პატარა ნაგლეჯი ჩვენს ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ხა ანტარქტიდა შემისორეთ თუ ასე არ არის, მე მგონი სამზარეულოდ ითვლება კლიმატის და ამინდის ზოგადად, როგორც სამხრეთ ნახევარსფეროში, ესე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ასე რომ არქტიკასთან ერთად. დიახ, და ეს ორი წერტილი განსაზღვრავს დედამიწაზე რანაირი კლიმატი გვექნება და აქედან გამომდინარე ხო, რამენდა მეკითხა ეს ახლა გამიჩნდა უცებ ეს აზრი ეს კითხვა ოზონის შრეზე რა ისმის იმიტომ რომ ანტარქტიდის თავზე იყო ხო ეს თითქოს შეთხელებული ნაწილი დიახ, იცით ეს რამდენი ლეგენდა რამდენად ლეგენდა ეს არის პირველი პირიდან რო გავიგოთ ეს ამბავი რადგან ეხლა არ მინდა რომ ისე ძალიან ზოგადად ვისაუბრო შეიძლება არც იყოს საინტერესო მსმენელისთვის და ბევრს ალბათ ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ რომ სხვადასხვა თეორიებია ეს ისე კომპლექსურია ამისი კვლევა ჩემ კომპეტენციასაც ცდება და არ მინდა რომ რაღაც არაპროფესიონალურად ვისაუბრო და მე მგონი ამოვით იმიტომ რომ ამ კვლევებით არდება კი ანტარქტიდიდან მაგაზეც მაგრამ აიც სამეცნიერო ცდება რა ეს ოზონის თემა პალეონტოლოგისთვის და ბიოლოგისთვის ზოოლოგისთვის ახლა ავსტრალია არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი დედამიწაზე აი რამდენად განსხვავდება ავსტრალიაში ცხოვრება თქვა სხვა ქვეყნებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცხოვრებისგან აი რა თავისებურებები შეიძლება გამოვხოთ სანამ ავსტრალიაზე ვიტყვი მაშინ ანტარქტიდაზე დავამატებ იმიტომ რომ ანტარქტიდასაც შევეხეთ აი ანტარქტიდაზე ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია უკვე რომ ეს სითბოს მოყვარული ორგანიზმები ცხოველები მცენარეები იყო აქ გეოლოგიური დროის განმავლობაში და მსმენელს რომ წარმოვადგენინოთ ესე იგი რადგან გეოლოგიური დროის განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა დედამიწის კლიმატი და თბობა გამყინვარების პერიოდები იყო ისეთი გარემო, როდესაც ესე იგი განსხვავებული ლანდშაფტი იყო ანტარქტიდაზე, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კონტინენტები მოძრაობს და ანტარქტიდა არ იყო იქ მაშინ სადაც დღეს არის, ხო? და ესეც განსაზღვრავდა იმას, რომ თქვა ამის თაობაზე მე ორი ვიდეო მაქვს გაკეთებული, ასე რომ თვითონ არ გაქვთ ნახე. და ავსტრალიას რაც შეეხება, მე ვიტყოდი, რომ რამდენიმე შტატში მომიწია უკვე ყოფნა, სხვათა შორის ის საინტერესო შედარება საქართველოს მიმართებაში, რომ აი ტასმანია რომელიც ავსტრალიის ერთ-ერთი შტატია და კუნძული დღევანდელი ფართობი საქართველოს რაც არის 69700 კვადრატული კილომეტრი ფართობით არის ზუსტად საქართველოს ხელა. ტასმანია და ერთგვარი შედარება, მაგრამ შედარებით უფრო დაბალმთიანია, რა თქმა უნდა, ამ მყინვარები არ აქვს აქ. მაგრამ და საინტერესო ის რომ ყველაზე პატარა შტატია იმის ავსტრალიის და თვითონ კონტინენტი რამხელა ცენტრალური ნაწილი ძირითადად უდაბნოებით არის დაფარული, განსხვავებულია ძალიან ევროპისგან ლანდშაფტი
კლიმატიც განსხვავებულია რა თქმა უნდა და ბევრმა სხვათა შორის შეიძლება ისიც არ იცის რომ ავსტრალიაში სათხილამურო კურორტი გვაქვს ვიქტორიას შტატში სადაც მელბურნია ჩვეულებრივ ზამთარში ხალხი სრიალებს თხილამურებით გონიათ რომ მხოლოდ უდაბნო მაგრამ ამ მხრივ და კენგურუები ხო კენგურუები ბევრია დიახ მაგრამ აი შედარებისთვის ახლა ვიტყოდი რომ რა რითი შეიძლება დავახასიათო თქვათ რომ რაც ეს ერთი სიტყვით როგორ შეიძლება თქვათ ევროპისგან რითი განსხვავდება რომ თქვათ სითბური ტალღები ახლა ევროპასაც აღარ უკვირს და ამ ხრივად დათბობა იქაც შეინიშნება შეიძლება უფრო მეტად მაგრამ აქ ოკეანის გავლენაა დიდი და ესე გადაბმულად სიცხეები ყოველ შემთხვევაში ვიქტორიას შტატში სადაც ჩვენ ვართ არ იცით რომ აი თქვათ რამდენიმე დღე შეიძლება იყოს ზაფხულში თქვათ 40 გრადუსის ფარგლებში მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო ზაფხული შეიძლება იყოს ვიდრე თქვათ იგივე საქართველოშიც აი ივლისი-აგვისტო რო გადაბმულად ცხელა აქ ესე არ არის და ამ ხრივაც ის არის შეღავათია ჩრდილოეთ ავსტრალია უფრო აი რომელი უფრო ის არის კომფორტული ყველაზე კომფორტული არის ვიქტორიას შტატი ეს რომელიც შედარებით პატარა შტატია კი სამხრეთ აღმოსავლეთი არის ბევრად უფრო მშრალი რეგიონებიც ტენიანი რეგიონებიც მაგრამ მაინც აი ცხოვრების დონითაც განსხვავდება როგორ თქვა რაღაცნაირად წყნარი ქვეყანაა მიუხედავად იმისა რომ ამხელა შესაძლებლობების ქვეყანაა და საემიგრაციო პოლიტიკა ძალიან რთული როგორც ახალ ზელანდიას ისე ავსტრალიას არ იღებენ მიგრანტებს ადვილად და გარკვეული აი ახალ ზელანდიაში საინტერესო იყო ის კიდევ რომ ახალ ზელანდიაში გველები არ არის თქვათ იცით თქვენთან ისეთია რომ წერს და ავსტრალიაში ბევრია მაგრამ 2 წელი აქ ცხოვრობ და არ მინახავს აქ ქვეწარმავალი ჯერჯერობით და ობობები აქ აი ობობები მაგალითად ახალ ზელანდიაში შრამიანი ობობა არ არსებობს როგორც მე ვიცი და ავსტრალიაში ყველაზე შრამიანები თქვენთან არიან და ამ ხრივაც სხვაობა დიდია მე მგონი ღამურებზეა კიდე თუ აღარ მახსოვს მე მგონი ღამურები ახალ ზელანდიაში არ არიან თუ ადამიანების მიერ შეყვანილი შეიძლება იყოს თუ სწორად მახსოვს არ მინდა რომ ეს არასწორი ინფორმაცია მაგრამ ამ გველებზე ნამდვილად ესეა და ხო ახალ ზელანდიის კიდე სხვაობა იყო ის რომ ეს კუნძულებია როგორც ვიცით რომ წარმოადგენენ მსმენელს და მაყურებელს და ძალიან ქარიანია ველინგტონი არის ყველაზე უკიდურესად სამხრეთით მდებარე დედაქალაქი მსოფლიოში და არა და პორტია როგორც ვიცი ხო სეროზული კი სრუტეში მდებარეობს კუკის სრუტე ესე ქვია რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებს შორის არის და ძალიან ქარიანი აი შოტლანდიიდან ყავდა რამდენიმე სტუდენტი და ისინიც კი ამბობდნენ რომ შოტლანდიათან შედარებით ესეც და განსხვავდება იმით რომ აი აღმოსავლეთი და დასავლეთი ეს მერიდიანულად გაჭიმული კუნძულებია და სამხრეთის კუნძული განსაკუთრებით სადაც სამხრეთის ალპებია აი აღმოსავლეთ ფერდობები ბევრად უფრო ფართო განიერია დასავლეთი უფრო ვიწრო და ციცაბო და ეს კლიმატური სხვაობა იქნება აშკარად იმიტომ რომ დასავლეთი ბევრად უფრო ტენიანი და ნალექიანი აღმოსავლეთი მშრალი აკავის მთელი ნალექი იცლება დასავლეთ ფერდობების და აღმოსავლეთ ბევრი მტირალას მთა გვაქვს მოკლედ იქ დიახ და მხრივად ახალი ზელანდია რაღაცა აი თავის მისტიკა აქვს ახალ ზელანდიას რა ისე ფაქტიურად 5 წელი ვიცხოვრეთ ჩვენ და ძალიან ლამაზი ბუნება აქვს რაღაცით საქართველოსაც გავს აი ეგ უნდა მეთქვა ღვინის კულტურა აქვს ვაშლი მოყავთ ძალიან ბევრი მეცხვარეობაა განვითარებული და აი რაღაცით საქართველოს სამხრეთის ლანდშაფტებიც რაღაცა ძალიან
ძალიან თავისებური და ლამაზია. და გამყინვარების მასშტაბებითაც სხვათა შორის კავკასიონთან ძალიან ახლოს არის ეს მყინვარების რაოდენობით და ფართობით და სწორედ აი დასაწყისში რომ ახსენე საინტერესო იქნებოდა ვერ განვახორციელეთ ეგ იდეა რომ ეს ჰემისფერული შედარებები გაგვეკეთებინა ახალ ზელანდიის სამხრეთ ალპებსა და კავკასიონს შორის, მაგრამ კვლევებს ვაგრძელებთ და ყველაფერი წინ არის, ასე რომ მომავალში მოვახერხოთ. ყველაფერი წინ არის, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო შენ დღევანდელი საუბრისთვის, აი ვიცი მე კიდევ დიდხანს ვილაპარაკებდი შენთან ერთად, მაგრამ იმედია რომ აი ჩვენი მაყურებლები დაწერენ კითხვებს და კიდევ ერთხელ გამოგიჭერ და 2 საათს თუ არა 1 საათს მაინც წაგართმევ, მე შენი მოგწყვეტ შენ სამეცნიერო მუშაობას და რომ ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ ის სიახლეები, რაც შენ მომავალში გექნება და რა ვიცი, ეხლა ზაფხული გეწყება თქვენ მანდ, ფაქტიურად ხო გაზაფხულის შუაში ხართ და ზაფხული გეწყება და იმედია ბევრ საინტერესო ექსპედიციაში მიიღებ მონაწილეობას და სადღაცა დაგაცხრები თავზე და მზადვარ საინტერესო მონაცემების მოლოდინში ვარ ჩვენც და შეიძლება სამომავლოდ კიდევ ერთი გადაცემის გაკეთება. დავაგროვოთ და მე ერთბაშად ჩვენს მაყურებელს დავაყაროთ თავზე და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და წარმატება გისურვო, ბევრი წარმატება შენ საქმეში, რომელიც ძალიან საინტერესოსთან ერთად ძალიან საჭირო და საჭირო ბოროტოა, მე ვიტყოდი. დიდი მადლობა, პირიქით. მადლობა თქვენ რომ საშუალება მომეცით რომ სვენელს და მაყურებელს ცოდნოდა ცოტა მეტი ამ ჩვენი კვლევების ანტარქტიდის, კავკასიონის და მყინვარების შესახებ. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. დიახ.